მოგესალმებით ყველას დღეს დროებას ფორმულას არხზე წარმოგიდგენთ 11 მაისია დავიწყოთ დღევანდელი გადაცემა. გამარჯვება ხალხშია, ძალა ერთობაშია. ამ შეძახილების ფონზე მივიდნენ აქციის მონაწილეები მსვლელობით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან. მარში 3 მეტროსადგურიდან დაიწყო და დიპლომატიურ უწყებასთან დასრულდა. ამ ფორმით პროტესტის მონაწილეებმა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს მხარდაჭერისთვის ქართულადაც და ინგლისურადაც მადლობა უთხრეს და იმ პირების წინააღმდეგ მოთხოვეს სასანქციო პოლიტიკის გამკაცრება, ვინც საქართველოს კონსტიტუციას და ეროვნულ ინტერესებს ღალატობს. დღეს ფორმულას ჟურნალისტი ლიზი ვეკუა ახლდა საკმაოდ გრძელ მსვლელობას, რომელსაც ხელი ვერც წვიმამ შეუშალა და ახლა სწორედ მას ჩავრთავთ ამჯერად უკვე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან, რადგან აქციის მონაწილეები ახლა უკვე რუსთაველის გამზირზე არიან. ლიზი, მოგვიყევი დღევანდელი დღის შესახებ. განმავლობაში თბილისის ქუჩებში ისმოდა პროტესტის ხმა და მოქალაქეები დაიძრნენ 3 მეტროსადგურიდან. ეს ლოკაციები იყო დელისის მეტროსადგური, ასევე სადგურის მოედანი და ალვაბრის მეტრო, საიდანაც მათ მოიყარეს თავი ახმეტელის მეტროსთან, ახმეტელის მეტროდან კი გაემართნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან, სადაც მადლობა გადაუხადეს მათ მეგობარი აქციის მიღებისთვის. მთელი დღე მოქალაქეები არ გაჩერებულან შემოიარეს მთელი თბილისი, შეიძლება ითქვას, და ისმოდა ის შეძახილები, რომელიც ზეულად ამ პროტესტს 165 დღეა უკვე რაც თან ძდევს. მანამ სანამ მოგასმენინებთ იმ განწყობებსაც მთელი დღის განმავლობაში ჩვენ მარშების დროს ვნახეთ, გავესაუბრები ლუკა ხიზაძე, სტუდენტს, რომელიც შეაჯამებს ჩვენთან ერთად დღეს. აი ლუკა, თქვენ იყავით ერთ-ერთი ორგანიზატორი და შედგა თუ არა დღე ისეთი გამოვიდეთ თუ არა, როგორც თქვენ თავდაპირველად ჩაიფიქრეთ? კი ბატონო, მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი სტუდენტებს, გადავუხდი დიდ მადლობას ერთობას და იმ ადამიანებს, იმ ხალხს, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ამ თუ პერიოდში ვართ, ბოლომდე მოგყვებიან და არიღლებიან მარშებით, არიღლებიან ბრძოლით. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დღევანდელი დღე შედგა ერთობის დღე და რაც თავარია, ის თავარი გზავნილი და ვსხოდა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორთან, ეს გზავნილი ძალიან ძლიერად, ძალიან ხმამაღლა უთხარით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მეგობარი საერთაშორისო ქვეყანა, რომელიც გვერდში გვიდგას და მისი გვერდში დგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართულმა ხალხმა, ამისთვის გადაუხადეთ მათ მადლობა. რაც შეეხება რა მნიშვნელობის არის ხო მეგობარი აქტი, ერთი ძალიან მარტივი და მნიშვნელოვანი ძალა აქვს სანქციებს ქართული ოცნებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ქართულ ოცნებისთვის მუშაობს, ესე ხელისბიჭად და ყველაფერს ასრულებს, ხო, ყველა პირობას, ყველაფერს და უბრალოდ ესე გვებრძვის ქართულ ხალხს, ხო? ამ ადამიანებს, ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს და ხელისბიჭებს უნდათ, რომ ფული მოიპოვონ და საკუთარი ოჯახებისთვის და შვილებისთვის ცხოვრება აიწყონ ზუსტად რომ ევროპაში და ამერიკაში. და ამერიკისგან და ევროპისგან ზუსტად ეს გზავნილი გჭირდება, რომ ამ ადამიანებს არავინ არ მიიღებს ცივილიზებულ სამყაროში და საშვილიშვილოდ ჩაიკეტება ცივილიზებული სამყაროს კარი ქართული ოცნებისთვის, მაღალჩინოსნებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც მოღალატე არის ჩვენი ქვეყნის. დიდი მადლობა ლუკა ხიზაძეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს უწმედით. თქვენ პირდაპირ ეთერში დღევანდელ მარშში, როგორც უკვე გითხრათ, მონაწილეობდნენ როგორც სტუდენტები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და რეალურად ის ადამიანები, რომლებიც უკვე 165 დღეა აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას და ასევე რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებასაც. რუსთაველის გამზირი უმნიშვნელოვანესი არის პროტესტის მასაზრისით. იდეა გადაეცა პროტესტის აორტა, თავარი სის ზარღველი. მაგრამ თუ დანი სადაც წარმოვიდგინეთ მათ შორის და 300,000 საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, არანაკლებ მნიშვნელოვანი არის. მეურვეთვის შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ამიტომ ეს პროტესტი იყოს გდანში არის ღირებული, ვინაიდან ეს პროტესტი საბოლოო ჯამში საქართველოს მოიცავს, აქტიურ ფაზაში გადავა და საზოგადოების უმრავლესობა, რომლის დებაზეც ძალადობს უცერობსობაში ყოფი ქართული ოცნება, იქნება გამარჯვებული. პირველ რიგში ნიშანდობლივია მოთხოვნის ცვლილება. ამ აქციას სხვა ტიპის მოთხოვნა გააჩნია, ახალ მარჩენებზე მეტად უფრო წადი არის მოთხოვნა ხელისუფლებისადმი და პოლიტპატიმრების თემა არის წინ წამოწეული. მეორეს კი სხვადასხვა ტიპის აქტივობები ადამიანს საშუალებას მეტი რაღაც სადოს და მონოტორული არ იყოს და ბოლო ხანების განმავლობაში იგრძნობოდა, რომ შეიძლება ერთი და იგივე საკეთებდა აქცია და კარგია, როცა ადამიანები თავისთვის სხვადასხვა რაღაცებს
ცდილობენ. განსაკუთრებით რაღაც პლატფორმები რაღაცების მიღმა, რომ თვითონ კოორდინირდა ეს ადამიანები პოლიტიკოსებით და დამოუკიდებლად. ეგეც ჩადობრივი და საინტერესოა. მე ვფიქრობ, რომ აი ყველა აქციებიდან, რომელიც იქნა თბილისში, სხვა ქალაქებში ჩატარებული, ყველაზე სერიოზული აქცია არის აქციები, სადაც ჩვენ მივმართავთ ამერიკას, განსაკუთრებით კი ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დახმარებისთვის, რათა ის საქართველოს დაეხმაროს და ამისი გამოვლინება არის მეგობარი აქტის, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამერიკა დონალდ ტრამპის მეთაურობით ცდილობს დაიხსნას საქართველო ჩინეთის კომუნისტური პარტიის გავლენისგან, ირანის რეჟიმის გავლენისგან და რუსეთის ფედერაციის გავლენისგან. ამიტომ მე მინდა მივმართო Mr. Trump, please help Georgia, and I know you will do it. God bless America. ჩვენი გამარჯვებას აქვს ორი საფუძველი. ეს არის ყოველდღიური პროტესტი პრაქტიკულად რუსთაველზე, აქტიური მარშები და რა თქმა უნდა დასავლეთის ევროპული ქვეყნების და შეერთებული შტატების მხარდაჭერა. თავის სანქციებით, თავის პოლიტიკური ზეწოლით. სხვანაირად ჩვენ ვერ დავამარცხებთ ამ მთავრობას. ის რომ 160 დღეზე მეტია ქართველი ხალხი ჯერ კიდევ დგას და იმძვის თავისი დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი ჩვენს ქვეყანაში არ არის ყველაფერი ისე, როგორც უნდა იყოს ნამდვილ ცივილურ სახელმწიფოში. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის, ხედავ მთელი თბილისის მასშტაბით. უამრავი ადამიანი გამოვიდა გარეთ, ერთი მადლობა გადავხადოთ ჩვენს მეგობარ ამერიკის შეერთებულ შტატებს. მადლობა მათ აი ასეთი უპირობო მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი ქართულ ხალხს უცხადებენ. მადლობა ამერიკას. ყოველთვის გვერდში გვედგა და ახლა იგივე ხდება. მართალია ჩვენი ეგრეთ წოდებული მთავრობა არ აღიარებს, მაგრამ სანქციები მუშაობს. დღეს ჩვენ რო წუმპეში არ ცხოვრობთ, პროგრამები რო დაფინანსდა, ჯანდაცვა რო ნორმალური გვაქვს, განათლება და ასე შემდეგ, უამრავი რამ, რაც ქვეყანაში საუკეთესო გაკეთდა მხოლოდ ამერიკის დახმარებით, ამერიკისა და ევროპის. ამერიკა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძირითადი სტრატეგიული პარტნიორია. შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად მადლიერი უნდა ვიყოთ მისი. რაც შეეხება მეგობარ აქტს, ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება ძალიან მაღალი მხარდაჭერის, მეგობრობის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს აქტი საბოლოოდ ისეთი სახით ჩამოყალიბდება, რომ კანონის სახეს მიიღებს და კანონი, რომელიც შემდგომ საქართველოს დაიცავს მტრული ქვეყნების გავლენისაგან, ირანი, რუსეთი და ასე შემდეგ და ჩვენი ქვეყანა აუცილებლად სწორედ ამ აქტის დახმარებით, სწორედ აი ამ კანონის დახმარებით ჩვენი ქვეყანა ყველა პრობლემას გადალახავს, რუსეთს თავს დაახსოვს და ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანდება. როგორც მოქალაქეები ამბობენ, პროტესტმა უნდა შეიძინოს ახალი სახე და დღეს ამის კარგი მაგალითი ვიხილეთ, როდესაც მოქალაქეები, სტუდენტები, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები სხვადასხვა მეტროს სადგურებიდან დაიძრნენ ახმეტელის მეტროსთან და მეტროში იყო ძალიან ბევრი შეძახილები, რომლებიც რეალურად ამ პროტესტს თანსდევს უკვე 165 დღეზე მეტია. მოქალაქეები მეტროშიც კი აჟღერებდნენ თავიანთ მთავარ მოთხოვნებს და ითხოვდნენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, არალეგიტიმური მთავრობის გადადგომას და ხელახალი არჩევნების ჩანიშნას. Stop!
ერთობის რიგით მესამე მარში გაიმართა და როგორც უკვე გითხარით, მოქალაქეებმა მსვლელობა დაიწყეს ახმეტელის მეტროდან, გადაინაცვლეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან, სადაც მადლობა გადაუხადეს ამერიკის შეერთებულ შტატებს მეგობარი აქტის მიღებასთან დაკავშირებით. ჩვენ ხედავთ რუსთაველის გამზირი გადაკეტილია, ტრადიცია არ დაირღვა ამ მხრივ, მაგრამ აი ამ სპეციფიური მარშის შემდეგი გაჩერება რომელია ესეც რომ დავაანონსოთ. გიორგი, ერთობის მარშის შემდეგი ლოკაცია და ადგილი იქნება სამედიცინოს მეტრო, საბურთალოს მარში გაიმართება 18 მაისს კვირას, ისევ შეკრების ლოკაცია იქნება საბურთალოს ხაზის სამედიცინო მეტრო და მოქალაქეები გადაინაცვლებენ აქედან როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და ასევე სუსის შენობასთან, რომ უფრო კარგად გააგონონ ამ უწყებებს თავიანთი ხმა და შეახსენონ მათ, რომ ისინი თავიანთი სინდისპატიონების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ თავიანთი შვილების საქმეებში მათი როლი ძალიან დიდია, შესაბამისად ეს ლოკაცია იქნება შემდეგი ერთობის მარშისა, რომელიც როგორც უკვე გითხარით 18 მაისს 3 საათზე სამედიცინო მეტროსთან არის ჩანიშნული. მადლობა უთხრათ ლიზი ვეკუას, დღეს საკმაოდ ისეთი გრძელი მსვლელობა გამოვიდა, რა თქმა უნდა აქციის ყველა მონაწილის შემართება, გამძლეობა შესაძლებიც არის და პირველ რიგში გამძლეობას უსურვებ. რა თქმა უნდა ძალიან შთამბეჭდავი მარში იყო დღესაც, მიუხედავად უამიდობისა და გავიგეთ ისიც, რომ მომავალ კვირას ზუსტად ერთი კვირის თავზე ეს მარში, ერთობის მარში უკვე საბურთალოზე ვაჯებ-შაველას გამზირზე სამედიცინოს მეტროდან დაიძრება და საბოლოო გაჩერება იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების ასე ვთქვათ სამსახურის შენობა. ახლა კი მოვლენები, რომელიც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესისა და ხალხის აქტიურობის ფონზე და პარალელურად ძალიან დიდ გავლენას ახდენს და მოახდენს საქართველოს მომავალსა და ბედზე, ზოგადად თავისუფალი სამყაროს პერსპექტივაზე. ვლადიმერ პუტინმა ნათლად თქვა, პირველ რიგში კონფლიქტის ძირეულ მიზეზებზე უნდა ვისაუბროთ, შემდეგ კი ზავზეო. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა. რამდენიმე საათით ადრე კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა მზადაა შეხვედრებისთვის ნებისმიერ ფორმატში ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ. პუტინმა კი უკრაინისა და პარტნიორების შეთავაზებულ 30 დღიან ზავზე უარი გუშინ გვიან ღამით თქვა და კიევს საკუთარი მოთხოვნები წაუყენა. კერძოდ, სტამბოლში მოლაპარაკებების განახლება სტამბოლისავე პირობებზე. მოსკოვში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში. გენერალი კიტ კელოგი მიიჩნევს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები მხოლოდ უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უნდა დაიწყოს. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, შეწყვიტეთ მკვლელობები. პირველ რიგში უნდა მოხდეს უპირობო 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა. ამ დროის განმავლობაში ყოვლისმომცველ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გადასვლა და არა პირიქით, დაწერა კიტ კელოგმა უკრაინის საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა. და თურქეთი მზადაა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს უმასპინძლოს. ამის შესახებით თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა საფრანგეთის ლიდერს ემანუელ მაკრონს აცნობა. სატელეფონო საუბრის დროს თურქეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების მცდელობებში ისტორიული და გარდამტეხი მომენტი დადგა. ეს შესაძლებლობა გამოყენებული უნდა იყოს და თურქეთი მზადაა ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. მათ შორის უმასპინძლოს მოლაპარაკებებს, რომლებიც მიზნად ცეცხლის შეწყვეტასა და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას ისახავს. განაცხადა ერდოღანმა. მოგვიანებით თურქეთის ლიდერმა პუტინსაც დაურეკა, მან სამხედრო დამნაშავესთან საუბარში აქცენტი ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე გააკეთა. პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ გაჩნდა მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობა და რომ ყოვლის მომცველი ცეცხლის შეწყვეტა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის აუცილებელ გარემოს შექმნის. ვკითხულობთ თურქული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც ჩანს, სამშვიდობო პროცესი აჩქარდა 9 მაისის სააღლუმე განწყობით შექმნილი ილუზიიდან პუტინი დასავლეთმა მოკავშირეებმა გამოაფხიზლეს. სანამ მოსკოვში კრემლის ბინადარი თავის მოკავშირეებთან იყო, კიევში მაკრონი, სტრამერი, მერცი, ტუსკი და ზელენსკი შეიკრიბნენ. ტრამპს დაურეკეს და ძველი 30 დღიანი ზავი პრაქტიკულად ულტიმატუმის ზენით გააჟღერეს. 12 მაისს ორშაბათს დაიწყოს უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, რათა დიპლომატიას მიეცეს რეალური შესაძლებლობა ომის დასრულებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება ახალი სანქციები რუსეთისთვის და მეტი შეიარაღება უკრაინისთვის. სიტყვა სიტყვით ასე ჟღერდა დასავლური კოალიციის წინადადება.
პუტინმა კი საპასუხოდ 10 საათიანი ფიქრის შემდეგ გამოაცხადა, რომ 22 წელს სტამბულში შეწყვეტილი მოლაპარაკებები გავაგრძელოთ 15 მაისს და ცეცხლის შეწყვეტაზე მერე ვისაუბროთო. რა გამოხმაურებები მოყვა ურთიერთშეთავაზებებს და როგორია სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივა. დროების სტუდიაში ჩვენი მიმოხილველი რატი მუჯირი შემომიერთა და მოდით მასთან საუბარი პირველ რიგში მაყურებლისთვის იმის შეხსენები დავიწყოთ თუ რა იყო სტამბულის მოლაპარაკებების მთავარი თემა რატი და რა წინადადებები იდო მაშინ მაგიდაზე. ეს იყო პერიოდი, როდესაც პუტინმა პირველად გააცნობიერა, რომ კიევზე ტრიდნია არ გამოვიდოდა, რომ ბლიცკრიგი ჩაუვარდა, რომ ომით დასახულ ბიზნესს ვერ მიაღწევდა და პირიქით ის გარკვეულ, ასე ვთქვათ, სლავურ ავღანეთში გაიჭედა და ამიტომ გადაწყვიტა რაღაცა მოლაპარაკებების გზით დაეწყო იმ მიზნების მიღწევა, რომლის მიღწევაც ნამდვილში მას ომით სურდა. სტამბულში მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ასე ვთქვათ, უკრაინის მხრიდან იყო თავდაცვის მინისტრი წარმოდგენილი, რაც შეეხება იმას, რაც იდო მაგიდაზე, მოლაპარაკებებზე, პრაქტიკულად ერთ-ერთში მეორებდა იმ წინადადებებს, რომლის გამო პუტინმა მისი, ასე ვთქვათ, გადმოსახედიდან დაიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია სინამდვილეში ომი, ხო? ეს რა არის? პირველ რიგში ეს იყო უკრაინული ცოცხალი ჯარის, ანუ შერაგებული ძალების 50,000 ადამიანამდე შემცირება და ყველაზე სასაცილო რაც იყო ის, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იქნებოდა რუსეთი. ეს რაც შეეხება დემილიტარიზაციას, ისთვისაც მან ომი დაიწყო. შემდეგი წინადადება იყო სრული ნეიტრალიტეტი და ყოველგვარ სამხედრო ბლოკებზე უარის თქმა უკრაინის მხრიდან და ესეც ჩვენი, ვთქვათ, ნატოზე უარის თქმა უკრაინისთვის, რისთვისაც ასევე დაიწყო ომი და ბოლოს იყო კიდევ ასეთი წინადადება რუსული ენის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადება, რომლის პრობლემაც უკრაინაში უბრალოდ არ იდგა 2022 წლის 24 თებერვლამდე, სანამ არ შეიჭრებოდა. ჩვენ მოაყურებელმა იცის, რომ ხშირად ვიყავით იქ უკრაინაში და არსად რუსულ ენაზე პრობლემა არ ყოფილა. გარდა ამისა, ამ მოლაპარაკებების მაგიდაზე იდო ის, რომ ყირიმზე საუბარი უნდა გაყინულიყო დიდი ხნით 15 წელი და 2040 წელს უნდა დაწყებულიყო დანარჩენ ტერიტორიებზე, ასე ვთქვათ, ლაპარაკი. რაც შეეხება რუკას როგორ გამოიყურებოდა, ესე იგი იმ დროისთვის ვითარება და იწყო რუსეთის სამხედრო შეტევა, როგორც ჩრდილოეთიდან, ისე აღმოსავლეთიდან, ასევე სამხრეთიდან და კიევის მისადგომებთან იყო უკვე რუსეთი მისული, რაც აი საქართველოს მასშტაბზე რო გადმოვიწამოთ, აი თბილისის სიტუაცია რო ვიღოთ, ტაბახმელაწყნეთში რომ იყვნენ რუსები, დაახლოებით აი ეგეთი ვითარება იყო, როდესაც ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა მიხვდა პუტინი რომ არ გამოსდიოდა არაფერი. ბლიცკრიგი არ გამოდიოდა, თუმცა მაინც მომგებიანი სამხედრო ინიციატივა მას ჰქონდა რუკაზეც ჩანს, ხო, უკვე საკმაოდ სიღრმეებში არის უკრაინაში შემოსული და ამ პერიოდს ემთხვევა თვითონ უკრაინული სამხედროების მხრიდან უკუგდება და ბუჩას ეფექტი გამოჩნდა, აქ პირველად გამოჩნდა რა ჩაიდინა რუსეთმა ბუჩაში და შემდეგ უკვე ეს მოლაპარაკებები აღარ გამოდიოდა. ანუ ის სამხედრო ინიციატივა, რომელიც ჰქონდა რუსეთს, არ იყო საკმარისი მიზნების მისაღწევად და ამიტომაც დაიწყო ეს მოლაპარაკებები. მოლაპარაკებები შეიშალა და მერე დაიწყო უკვე მეორე რუკა შევთავაზოთ მაყურებელს, მერე უკვე დაიწყო, თქვა, დეოკუპაციის პროცესი, როდესაც კიევის, ჩერნიჰივის და სუმის-ოლქიდან რუსები გადიან სისტემურად, იმიტომ რომ მათ აღარ ყოფნით ძალა, გასვლა ხდება ბრძოლით, უკრაინელები მიყვებიან, ასე ვთქვათ, და ხდება სრული დეოკუპაცია კიევის, სუმის და ჩერნიჰოვის ოლქების, ასევე იწყება აღმოსავლეთში ინტენსიური კონჩეტევა. ჩვენ ხედავთ, რომ ხარკივი, თვითონ ქალაქი ხარკივიც კი საფრთხის ქვეშ არის, არათუ ოლქი, ხო, ოლქში სიღრმეში იყვნენ შემოსულები. შემდეგ დაიწყო უკვე დეოკუპაცია და ხარკივის თვითონ ქალაქს საფრთხე მოშლა და ლუჰანსკამდე მივიდნენ და შემდეგ ბოლოს უკვე ზაპოროჟიესა და ხერსონის ამბები და ქალაქი ხერსონი დაიბრუნა, ასე ვთქვათ, უკრაინამ და ეხლა მესამე რუკას ვაჩვენოთ, სადაც უკვე ჩანს სრულად ორი სურათი, ერთი სადაც იყო სიტუაცია, როცა ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, აქ უნდა დაბრუნება რუსეთს, როცა ეხლა ვითარება გვაქვს აი ესეთი მწვანედ მონიშნულია, რაც დეოკუპაცია მოხდა ლურჯად უკაცრავად და სადაც ახლა იმყოფებიან უკვე უკრაინის შერაგებული ძალები და აი აქ მთავარი ამბავი არის ხერსონს, ქალაქ ხერსონზე. მათ სურთ, რომ უკრაინელები გავიდნენ საერთოდ ამ ოლქიდან, ამ ტერიტორიიდან და უბრძოლველად დატოვონ აი ეს ტერიტორია
რაც მე ახალი პლატფორმა მიქნება უფრო სიღრმეში შესაძლოა, ხო? ამიტომ ის, რასაც პუტინი ახლა თავაზობს მსოფლიოს, ასე ვთქვათ, არის ის, რომ აქედან, აქ დაბრუნდნენ და ასე დაიწყო მოლაპარაკებები. რაც აბსურდულია. არა მოლაპარაკება. არა, უბრალოდ ამაზე საუბარიც ედმე. ჯიდეი ვენსმაც კითხვა, რომ სულად არა ადეკვატურია პუტინის მოთხოვნები. და იმას, რაც მას დღესაც კი დაპრობილი არა. და ეხლა სანამ გადავალთ იმაზე თუ რა შეთავაზა ევროპამ, რუსეთს, მოვისმინოთ ერთი პატარა კომენტარი და მე გავაგზავნოთ საუბარი. Hello Donald. გამარჯობა Donald, როგორ ხარ? შეიძლება ორ წუთში ზელენსკისთან ერთად გადმოგირეკო. შენი წინადადება რაც იყო 30-იან ცეცხლის შეწყვეტაზე, ეგ მისაღებია და მაგაზე რომ ვილაპარაკოთ. კარგი, აი ორ წუთში დაგირეკავს ხოთთან ერთად. და აი ამ საოცარი კადრი. აი ამ ისეთი უშუალო საუბრის მე ჩნდება ფოტო ინტერნეტ სივრცეში, რომელიც რომელზეც ყველა კითხავს რა არის და ხუმრობდით კი რატო ჩაიჭეჭა ეს ტელეფონებს, სადაც სპიკერზე ასე თქვა ჩართულია ტრამპი და ეს ადამიანები ელაპარაკება ტრამპს. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ეს პოზიცია რაც პუტინს შეთავაზეს იყო მათ შორის ტრამპთან შეთანხმებული და ეს ჟღერდა ასე რომ ორშაბათთან უკვე ხვალიდან უნდა დაიწყოს 30 დღიანი უპირობო ზავი ცეცხლის შეწყვეტა რომ შემდეგ უკვე დიპლომატიას ჰქონდეს საშუალება რომ ამაზე დაახლოებული პოზიციები ეს ასე ვთქვათ შეთავაზება მას შემდეგ გაჟღერდა რაც მერცი ტუსკი სტრამერი და მაკრონი ჩავიდნენ კიევში ზელენსკისთან და იქ დაიწყო ასე ვთქვათ ეს ხდებოდა პარალელურად 9 მაისისა ასე ვთქვათ და იქ მოლაპარაკებები რა თქმა უნდა და ჩვენ ნახეთ ვიდეო რომელიც თვითონ გაავრცელა მაკრონმა საკმაოდ უშუალო ვიდეო ასე ვთქვათ რომ მატარებლებენ კიევისკენ და შემდეგ ჩვენ ასევე არაერთი ვიდეო ვნახეთ როგორი დახვედრა მოუწყო ზელენსკიმ ევროპის ლიდერებს და იქ როგორც ჩანს ზუსტად ეს საკითხები განიხილებოდა ძალიან ასე ვთქვათ დეტალურად და როგორც ჩვენ უკვე ვნახეთ ეს ყველაფერი მათ შორის შეთანხმებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც რადგანაც ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო დახმარების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მიუხედავად იმისა რომ ევროპას ცხადია აქვს მატერიალური და ფინანსური რესურსი ამ ეტაპზე ჯერ მას დრო ჭირდება გადაიარაღებისთვის, ამიტომ ამერიკის ჩართულობა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგ შედგა ეს ყველაფერი და ჩვენ ნახეთ უკვე ეს წინადადება, რომელიც 5 მხრივ ბრიფინგზე ასე ვთქვათ გაჟღერდა, სადაც რუსეთს შეთავაზეს ძალიან კონკრეტული საკითხი, საიდანაც უკვე ლავირების საშუალება თითქოს აღარ იყო და ეს შეთავაზება როგორც ვთქვით ასე გამოიყურებოდა, რომ ხვალიდან უნდა დაიწყოს უპირობო 30 დღიანი ზავი ცეცხლის შეწყვეტა იმისთვის, რომ დიპლომატიას მიეცეს საშუალება დაიწყონ მოლაპარაკებები გრძელვადიან სამართლიან მშვიდობაზე. ეს იყო ასე ვთქვათ ევროპის მიერ გაჟღერებული ასე ვთქვათ ძველი შეთავაზება პრინციპში, რომელიც ტრამპს გაუჟღერებია, რომელიც მხარდაჭერას მოხდა ერთიანი ევროპის და უშუალოდ ზელენსკის მხრიდან. და ეს არის ის ძველი ამბავი, თუმცა აი აქ ტონი იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი, ხო, პრაქტიკულად ულტიმატუმის ენა და პრაქტიკულად იმის თქმა, რომ თუ კი ამას არ დათანხმდები, შენ მიიღებ მეტ სანქციებს და უკრაინა მიიღებს ერთიან კონსოლიდირებულ სანქციებს დასავლეთის მხრიდან, იმიტომ რომ ეს პრობლემა იყო ხო ბოლო პერიოდში, რადგან ტრამპი ცდილობდა მედიატორის როლი ეთამაშა და თავისთავად ცხადია რომ ცოტა განსხვავებული პოზიციებით უდგებოდა პუტინის მორბილების ამოცანა ჰქონდა, თუმცა ეს დღეები იყო ზუსტად ამ მხრივ მნიშვნელოვანი, რომ ერთიანი დასავლეთის პოზიციით წარსდგა პოზიცია ამ შემთხვევაში. პუტინმა 10 საათი იფიქრა, რამენაერად, რა პასუხი უნდა დაებრუნებინა და მთლიანად მის მოედანზე არსებული ბურთი დროებით კვლავ გადაუგდო ისე უკრაინას, ესე გამოდის. გუშინ გვიან საღამოს, თბილისის გვიან საღამოს გაჟღერდა ინფორმაცია, რომ 1 საათში ჩაინიშნა პუტინის ბრიფინგი პირველ რიგში პრესკონფერენცია უბრალოდ შემდეგ ეს პრესკონფერენცია გადაიდო შემდეგ ითქვა რომ კითხვებს აღარ უპასუხობს იმიტომ რომ გვიანი ღრმა და მარტო განცხადებებს გააკეთებს და ეს დრო შეემთხვევა იმ პერიოდს როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ არ არის გვიანი ღამე და პუტინს უნდა დარწმუნებული ყოფილიყო რომ მის ამ განცხადებას მალევე ნახავდა ასე ვთქვათ ტრამპი
თუმცა სანამ აი ჩვენ ველოდებოდით და მე არ წარმომიდგენი ადამიანი რომელიც ადევნებს თვალყურს აქტიურად ამ უკრაინის ამბებს არ ელოდებოდა ამ პრესკონფერენციას, რა თქმა უნდა რაღაც სიახლეები სულიდებოდა და ერთ-ერთი Reuters-მა რაც გაავრცელა იყო სანამ პრესკონფერენცია დაიწყებოდა, იყო ის რომ ტრამპმა თავის მრჩევლებს და Reuters-ი განცხადებას ავრცელებდა ამაზე დაყრდნობით განუცხადა მრჩევლებს რომ იცი რა არის პუტინი არაპირებს ზავის მიღებას და ამითი გულდაწყვეტილი იყო. თუმცა შემდეგ პუტინმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ და ეს უკვე ჩვენ ხედავთ ტრამპის გამოხმაურებას პუტინის განცხადებაზე და ეს განცხადება იყო როგორც ჩვენ ვიცით ის რომ იცი რა არის ყველაფერს უკრაინა არ ღლობს მაგრამ მე მაინც ერთი კარგი ბიჭი ვარ რომ აი გთავაზობთ რომ მოდი დაუბრუნდეთ სტამბულს და ჩვენ სტამბულზე ვილაპარაკეთ რაც პრაქტიკულად ნიშნავს იმას რომ მან უარი თქვა ამ ულტიმატუმის შესრულებაზე და ისევ დროის მოგებასაც და რეაქციებიც ამათ აშენებს მათ შორის თქვა ზელენსკი ამბობს რომ ეს არის პოზიტიური ნიშანი რომ რუსებს ბოლოს და ბოლოს დაიწყეს ომის დასრულებაზე ფიქრი მაკრონი ამბობს რომ ეს არის პირველი ნაბიჯი მაგრამ არასაკმარისი თითქმის ანალოგიურს ამბობს მერცი რომ თუ რუსეთი მზად არის მოლაპარაკებებისთვის ეს კარგია თუმცა ეს არ არის საკმარისი ანუ ყველა იმას ამბობს რომ გავიგეთ წარმეს უფრო კაცრი შეფასება აქვს ის ამბობს რომ პირველ რიგში საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა და მე სხვა ყველა მასობრივი მკვლელობების შეჩერება და შემდეგ უკვე დიპლომატიის ენაზე გადასვლა თუმცა ტრამპის ის მოკლე შეფასება უნდა ვახსენოთ ის პოტენციურად კარგი დღე და კვირა შეიძლება იყოს მოლაპარაკებების პერსპექტივაში და ჩინეთის ფაქტორიც ვახსენოთ ამ შემთხვევაში. როგორც თქვით, ტრამპმა გაუგო, ასე ვთქვათ, და პუტინმა მიზანს მიაღწია მალევე ნახა ტრამპმა მისი განცხადება და ტრამპის იყო, რომ აი პოტენციურად შესანიშნავი დღე იქნება, როდესაც თუ კი ეს მოლაპარაკებები შედგება. ანუ ტრამპიც აღარ არის ისეთი ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი, ხო? და რაც შეეხება შენს კითხვას, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში ყოფნის დროს საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა და ეს იყო ის, რომ პუტინმა სი ძინპინს უთხრა, რომ მზადაა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც ჩანს აი ეს დიალოგი, რომელიც მოსკოვში მიდიოდა, როგორც ჩანს პუტინი უკვე ასე ვთქვათ დამიწებულია, მყარად დგას მიწაზე და მიხვდა რომ აღარ აქვს დრო აი ამ დროის გაწევის თამაშებში. სიმღერის რა ვთქვათ, მაგრამ მიწასთან ახლოს არის. ეს ტერმინი შეიძლება უფრო შეესაბამებოდეს, რეალობას უფრო მეტად აღიქვავდეს და პლუს ამისა, სოფლიოში ბევრი ფაქტორი ლაგდება, რომლის გამოც დიდ მოთამაშეებს, არა მარტო შეერთებულ შტატებს, თავად ჩინეთსაც აღარ ჭირდება ცხელი დიდი კერები, ასე ვთქვათ, ევრაზიულ კონტინენტზე. ამ ხრივ ინდოეთ, პაკისტანი საომარი მოქმედებებისა და ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში კვლავ ამერიკის შეერთებული შტატების აქტიური ჩარევა, მედიაცია და შედეგის მიღწევა ზუსტად ამაზე მეტყველებს, იქაც არ არიან პატარა მოთამაშეები, პირიქით, ნუ რაოდენობით როთოვიან გარეშე ლამის ნახევარი ორივე ბირთვული სახელმწიფოა, ასე რომ როგორც ჩანს ბატონმა სიმ პუტინს ესეც გამიმართა წითელ მოედანზე სტუმრობის შემდეგ გამართულ პრივატულ ვახშამზე. ამ ყველაფერთან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ პუტინი ხვდება, რომ დიდი დრო აღარა აქვს აი ამ დროის გაწევრისთვის, თუმცა თუ კი დავაკვირდებით მოვლენებს, ჩვენ დავინახავთ, რომ პუტინი ერთადერთი რამისთვის თუ რეალურად ემზადება, ეს არის ზაფხულის შეტევა. აი ზაფხულის შეტევა თუ როგორც ჩაივლის, ამის მიხედვით შემდეგ უკვე შეგვიძლია რეალურ სამშვიდობო პროცესზე საუბარი, თუმცა ნახოთ როგორ გამართლდება მოვლენები, შეიძლება ვცდები და მართლაც მნიშვნელოვანი მოხდეს. რატი ძალიან დიდი მადლობა, მე მგონი პრინციპში არაფერი მნიშვნელოვანი არ გამოგვჩენია, ჩვენ ყველანი ვაგრძელებთ დაკვირვებას, გულშემატკივრობთ უკრაინას და თავისუფალ სამყაროს, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს. რატი მოჯერს დროების მიმოხილველ მშვიდობებით, გადავდივართ შემდეგ თემაზე. რომ არა ჩვენი ქვეყნის დღევანდელობის დრამატულობა და მომავალი, რომელსაც ისე მოხდა, რომ ბედის უკუღმართობის თუ სხვა რამის გამო ამ ეტაპზე ქართული ოცნება განაგებს, ამ პარტიაზე დაკვირვება ძალიან სახალისო იქნებოდა. წარმოიდგინეთ, რომ აკვირდებით ბატონებს ზარქოას, მდინარაძეს, სხვებს, ერთმანეთის ჩამნაცვლებელ ირაკლებს, მათ მწყემს ივანიშვილს, ისე რომ არაფერზე დარდობთ, არ განაღლებთ, რას გააფუჭებენ თუ გააკეთებენ.
გეტყოდით მაგასაც მოვესწრებით, როცა ოპოზიციაში გადავლენ თქო, მაგრამ მსგავსი იდეოლოგიური საფუძვლებისაგან დაცლილი პარტიები, რომლებიც მხოლოდ ფულზე და ძალაუფლებაზეა ჩამოკიდებული, ოპოზიციაში გადასვლისთანავე იშლებიან როგორც წესი. მორგი წარმოდგენა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ ოცნების ყრილობის სახით შემოგთავაზა. დელეგატებმა ყრილობაზე რაც შეიტანეს, ისევ ის გამოიტანეს. ბევრი არაფერი ევალებოდათ, როცა უთხრეს ხელი აწიეს თანხმობის ნიშნად და ძველ ახალ ირაკლის მთელი გულით დაუჭირეს მხარი. დროების ჟურნალისტი თინათინ ერაძე აკვირდებოდა, ნახავთ რომ არა მარტო აკვირდებოდა ოცნების მორიგს ანახაობას და საინტერესო უფრო სატირებელ მომენტებს ერთად მოუყარა სიუჟეტში თავი. ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვა როგორი შეგრძნება არის ხო ვერ მეტყვით ვინმე? როგორ გრძნობთ თავს ახალ ეტაპზე რომ გადავიდა ურთიერთობა ამერიკასთან? რა გითხრეს ამერიკასთან გადავტვირთეთ ურთიერთობაო? რა გითხრეს არ მეუბნებით კაცო? გამარჯობა. თქვენი აზრით ტრამპმა ხელი რო აუწია ყაველაშვილს ემშვიდობებოდა თუ ესალმებოდა? კარგით რა. გამარჯობა, ხო არ უთქვამთ ზუსტად როდის გადავტვირთავთ ამერიკასთან ურთიერთობას, ან ზუსტად რო ან ვინაურია ეს ურთიერთობა, ეგეც ხო არ უთქვამთ? გავიგებთ? არ იცით ჯერ ზუსტით არიღი? კარგად ჩაიარა? კარგად ჩაიარა ყველაფერმა? ამერიკასთან ახალ ეტაპზე გადასვლა როგორი შეგრძნება არის? არა, შეგრძნებით სამართლიანო ტელევიზია ხარ. შეგრძნების დონეზე მაინტერესებს რა. მე ვიყო სამართლიანო, თავარია თქვენ არიყოთ. დავით, ეგ არ არის პრობლემა, მაგრამ გადატვირთ ზუსტად როდის გადაიტვირთება ხარ თქვენ ტელევიზია არის. ამერიკასთან ურთიერთობა როდის გადაიტვირთება ზუსტად რომ მითხრათ? ეხლა ისევია რა გაცდით კაცო ურთიერთობა როდის არ გეწერებით, არა, ვინაურია ეს ურთიერთობა? თქვენ არის სამართლიანო ტელევიზიას არ ვეწერებით. თუ გაიგეთ სამანებეთ თავი. როდის ზუსტად როდის გადაიტვირთება? სამართლიანოები ხარ. ვინაურია ამერიკასთან ურთიერთობა? მეკითხები დავით მათიკაშვილს. არ გეწერებით. სად ხარ? ეს გარეთგევა. სანამ მოვა ეს მძღოლი ვინაურია ურთიერთობა მითხარით? აგეძევა რა გეძევა ხალბატონთან ერთად ფორმულადან და არ ვეწერებ. და მოგწონთ თქვენ საქციელი? თქვენ მოგწონთ საქციელი. ქვეყნის ღალატს როცა მოიშვებით. არა, ეხლა თქვენ მე ღალატზე არ უნდა მელაპარაკებოდეთ. მე ღალატზე არ უნდა მელაპარაკებოდეთ. სიგარეტს ვეწევი, სათვალე მიკეთია, უხერხული. მე შემიძლია დაგელოდოთ სანამ სიგარეტს მოწევთ, შეგიძლიათ ჩააქროთ სიგარეტი. რასაც მეკითხები. არა, ტრიბუნა აბსოლუტურად კაცობრიობაზე არა. ცალკე არ ვეწერები თქვენ. ვინ აურია ამერიკასთან ურთიერთობები? ლევან, ვინ აურია ამერიკასთან ურთიერთობები? ნახეთ, ცალკე თქვენ ტელეარხს არ ვეწერები. ამერიკასთან თავლაგდებით თორა თქვენს არ ვიყავი შიგნით. გამარჯობა. თქვენ ხო არ იცით ამერიკასთან ურთიერთობები ვინაურია? ერთი ირაკის მეორეთი ჩანაცვლების მორიგმა ღონისძიებამ 7 ვითარებაში ჩაიარა. არაფერი ახალი. ღმერთი, სამშობლო, სიყვარული და ბიძინა. 2 საათი შედიოდნენ, 2-იც გამოდიოდნენ. 19 წუთში ჩატეული დღესასწაული ქოცივით უფერული აღმოჩნდა. ამერიკასთან როდის დალაგდებიან არ იციან. ვინაურია არც ის. ახალი თავმჯდომარე მოსწონთ, ძველიც მოსწონდათ, მომავალიც მოეწონებათ. პრინციპში ვინ ეკითხებათ, როდის რა მოეწონებათ. მოგეწონათ ახალი თავმჯდომარე, მოკაცრავად რომ მითხრათ. იცნობდით? რა დაატარებთ აქეთ-იქეთ ამ თავმჯდომარეს? არავის არ დავატარებთ აქეთ. ხო იყო ეგ კაცი თავმჯდომარე. რატო გადააყენეთ, კაი თუ იყო? ყველაფერი კარგად იქნება? ამერიკასთან დავლაგდებით? თუ არ გვინდა? დალაგებული რანაირად ვართ? ამ ყველას ასანქცირებენ და რანაირი დალაგებაა ეგ? კაი, მანდა მოვა. პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია ბატონი ირაკლი ხობახიძის კანდიდატურა.
პარტიის ღრილობის მიერ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ერთხმად არჩეულია ირაკლი კობახიძე. მინდა მას წარმატებები უსურვო და ვთხოვ სენატზე. როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია ბატონი ირაკლი ხარიბაშვილის კანდიდატურა. ღრილობის გადაწყვეტილებით ბატონი ირაკლი კობახიძე ერთხმად არჩეულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარედ. გილოცავთ ბატონო ირაკლი. ზოგადად ცირკი არ მიყვარს, ვერ ვერთობი, არც მეცინება, არც გაწვრთნილი ცხოველების ყურება მიყვარს, მაგრამ გემოვნების ამბავია, ზოგს მოსწონს. რაც აქ ხდება, ცირკის არენის ფარგლებს რომ არ ცდებოდეს და ქვეყნის ბედს არ წყვეტდეს, შეიძლება სასაცილოდ ყოფილიყო. წინააღმდეგი ხომ არ არის ვინმე? რესურსი არ ჩანს ამისი, როგორც ხედავთ. წინააღმდეგობის რესურსი ქართულ ოცნებაში ახლა კი არა, არც არასდროს არსებობდა. ყველა ვისაც მინიმალური შეწინააღმდეგების სურვილი გაუჩნდა, თავიდან მოიშორეს და მოღალატეს შერაცხეს. აქ ყველა იმას აწერს ხელს, რასაც ბატონი გადაწყვეტს. ფეხზე წამოდგომითაც დაშს, მხოლოდ ამ ბატონს უკრავენ. მე თავისუფლებას მივცემ თითოეული თქვენგანის სახელით, ას გადავხდი უდიდეს ალობას ქართული სახელმწიფოსთვის. აში და მადლობები აუცილებელია ყველა შეკრებაზე. ამის გარეშე ფონს ვეღარ მგავა. ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მაგრამ მხოლოდ ტაში საკმარისი არაა. ეს უბრალოდ ბატონის გამოჩენის აუცილებელი გაფორმებაა. აუცილებელი პირობა ამავე ბატონის უპირობო მორჩილებაა. მანამ სანამ სჭირდები. პრინციპში რომ აღარ სჭირდები იმის მერეც. ასე წავიდა დიდების კვარცხლბეგიდან ორგზის პრემიერი და პარტიის თავმჯდომარე. ახლა ჯერი ახალზეა. მისი ცხოვრების ამ ეტაპზე ივანიშვილმა მთელი ვერტიკალი კობახიძეზე ჩამოკიდა. არ ვიცი რა შეძლების გონია, მაგრამ კონკრეტულ პოლიტიკურ მომენტში მასში ჩადო ინვესტიცია. ამ კონტექსტში ასე აწყობს. როდის რა გადაუბრუნდება თავში, კაცმა არ იცის, არც კობახიძემ იცის. ივანიშვილი რომ ეჭვიანი ადამიანია და საკუთარ გუშაგებს მუდმივად ცვლის, ეს კი ნამდვილად იცის კობახიძემ. შეიძლება სწორედ ამიტომ ეხუტება ასე გამეტებით. ხარიბაშვილმა მაგალითად არჩევისას მხოლოდ ხელი ჩამოართვა. წესდების შესაბამისად, ხო, თქვენ ჯივღაროთ ბატონ ირაკლის კანდიდატურას. ვინ არის მუხრე? ხომ არავინ არის წინააღმდეგი, თავი ხომ არავინ შეიკავა. დიდი მადლობა, ერთხმად დამტკიცებულია თავმჯდომარის პოსტზე ბატონი ირაკლი ხარიბაშვილის კანდიდატურა. ივანიშვილი ახლა საყრდენ კარკას ერთგვაროვანი მასით ამყარებს, ან გონია რომ ამყარებს. დიდი არჩევანიც აღარ აქვს. ამერიკიდან და ევროპიდან წამოსული სინქრონიზირებული ზეწოლის ფონზე ნდობისა და მოთმინების ლიმიტიც ნელ-ნელა იწურება. მითი მისი უძლეველობისა და მისი მხრიდან ყველაფრის კონტროლის შესახებ დაინგრა. ამიტომ ახლა სჯობს მთელი ვერტიკალი ერთ კაცზე ჩამოკიდოს და ასე დაიმარტივოს საქმე. თუმცა ცხადია რომ ეს რაღაც ნაგებობა, რომელსაც პოლიტიკურ პარტიას ეძახიან, მხოლოდ ივანიშვილზე დგას. ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ჯერჯერობით ბიძინაზე და ტაშზე დგანან, თუმცა უკვე შერყეული სისტემის ერთ შიდა კლანზე ჩამოკიდება როგორც წესი გამყარების ნაცვლად პირიქით შედეგს იძლევა. იდეოლოგიური საყრდენის გარეშე მხოლოდ ფულზე და რეპრესიებზე ჩამოკიდებულმა პარტიამ რამდენ ხანს უნდა გაძლოს, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ქუჩაში პროტესტის ნიშნად დღემდე 10,000 ადამიანი იბრძოდება. რაც შეეხება იდეოლოგიას, ახლა სანქციებისა და დასავლეთიდან წამოსული აკრძალვების ფონზე კი არა, მშვიდ ვითარებაშიც კი ამ პარტიას მყარი იდეოლოგიური საფუძველი არასდროს ჰქონია. მაშინაც კი როცა ქოცობა არც ისე სამარცხვინო იყო, როგორც ახლა. აი, ამათ უცოდინებათ ვინაურია ამერიკასთან ურთიერთობა. ვინაურია ამერიკასთან ურთიერთობა? არ
არ დაინტერესებული ხართ ამ საკითხებით, რომ მოიძიოთ ვინაურია? ყველაფერს და ვერ ახვდებით. ჩვენ ურავთ ყველაფერს და თქვენ მე ამ ჩვენ არეულს ვერ ალაგებთ? თუ ალაგებთ? ცოტა ხანში დავალაგე. როდის აი ზუსტად ხო არის ის როდის? საბოლოოდ ჩაირეცხებით მაშინ. თქვენ ვინ ახართ? ანუ აი მე რომ მეუბნებით რომ საბოლოოდ უნდა ჩავირეცხო, აი ვინ ახართ რომ მითხრათ? მოქალაქე რანაირად ახართ ხა ვიღაცა თანამდებობის პირი ხართ თქვენ აი გეთხოვათ იყურებთ თანამდებობის პირი ხართ რა აი მაგალითად ეს ბატონი ჩემი ჩარეცხვა რომ გონია ქვეყნის ხსნა და გადარჩენა ბურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილია მაგრამ ამის გამხელა არ უნდა მოქალაქე ვარო იძახის თითქოს მოქალაქის სტატუსით ქვეყნის გარუსებაზე და ღალატზე ხელის მოწერა ნაკლები დანაშაულია მაგრამ არც ვანოს და არც დანარჩენებს ახლა ეგ არ ადარდებთ თავარია თითქოს დაშლენ თანამდებობებზე თითქოს შეინარჩუნონ ბიზნესთან მეტნაკლების სიახლოვე ამერიკასთან გაფუჭებულ ურთიერთობაზე ვანო ვერ იდარდებს ვერც დათოდარდობს დიდად გორის საკრებულოს თავმჯდომარე ჩვენ პატარა ბავშვები ვართ და ამერიკა აქეთ შეგვეხვეწოს რა თქვენს ამერიკასთან როდის დავლაგდებით რა მე ხო არ ვთქვამთ არ ვიყავი მე შიგნით ამერიკა თვითონ დალაგდეს ჩვენთან თვითონ უნდა დალაგდეს ჩვენთან თვითონ უნდა აი რა უნდა შეგვეხვეწოს თუ რა უნდა ქნას როგორც უნდა უყო დალაგდეს და თქვენ რა გინდათ ქართულ ოცნებას ან გულისხმობ რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა ყველა ქვეყანასთან ნორმალური ურთიერთობა და რას აკეთებთ ამისთვის ყველაფერს არა ყველაფერი ძალიან ზოგადი პასუხია რას ისინი გეუბნებიან რომ არ აკეთებთო თქვენ ყველაფერსო და გასანქცირებენ მეგობარაქთის იღებენ ისინი რა ქვია უცნები და ისინი რა სიტყვია ნამდვილად არ მაინტერესებს ადამიანმა მეტყვა მისცა ყველა დაქირავებული იყო დიდისო ვიცით ახლა რა თქმა მაგაზე რომ ის არის ეს თემა ყველაფერი ომის პარტია რომელსაც უნდა სამყარო ძალიან გადაიტვირთაო და აპირებენ რომ გაბურიცხოთ 1 მილიარდზე უნდა დავიყვანოთ აჰა ეს დიფსტეიტმა თქვა ადამიანების რაოდენობა უნდა და თავრთია მეიძახია მაგას ადამიანების რაოდენობა უნდა შევამციროთ რა თქმა უნდა სამყარო ვეღარ უძლებს ამხელა დადუხტო. ჩვენი მეგობარი, ამ ქვეყნის მეგობარი არის თუ არ არის? თუ ჩვენი მეგობარია, უნდა დაალაგოს. ახლა პატარა ბავშვთან მე დავალაგო სიტუაცია თუ იმანმა დამილაგოს გამაგებინეთ, აბა ამიხსე. თქვენ საქართველოს გულისხმობთ თუ საქართველოს საქართველოს პატარაა და ერთ-ერთი სუსტი ქვეყანაა, ხო? და ახლა ნელა ჩვენ ფეხზე ვდგები. აქამდე ვიყავით ყოველთვის ვასალი, ხან რუსეთის, ხან ევროპის, ხან ამერიკის. პატარა ბავშვით რატომ ვჭირვეულობთ მაშინ? ჭირვეულო? მე მაინტერესებს რა გაგვიკეთა? ან ამერიკამ ამ რუსეთმა ჩვენ 20% აბა რატო დავკარგეთ? 20% რატო გავკარგეთ? პუტინი არის ბოროტი დამხრობელი, პუტინი რო არის ბოროტი და დამხრობელი და საშინელება ეს მე რომ მოვიდა ხელისუფლებაში ამერიკამ და ევროპამ ძალიან ბევრი რამე გაგვიკეთა ამ ქვეყანაში ფინანსური დახმარება იქნებოდა თუ სხვა სახის დახმარება იქნებოდა მილიარდობით და მისმა გუნდმა მილიარდელები რო მილიარდობით მილიარდობით ფული აქვს გადახდილი ამ ქვეყანაში ამ ქვეყნის განვითარების წაღებულია ზუსტად ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს და თქვენ ლიდერებს რა მიაქვთ ახლა ჩვენ ლიდერებს რა ეთყობათ იმათ რომ ამიღწაგებთ ჩვენ მეტი რა უნდა დაეთყოთ აი რა ეთყობათ მითხარ პრემიერი ყავდათ 300.000-იანი საათი ეკეთა ხელზე ირაკლი ყარიბაშვილს და მეტი რა უნდა დათყობოდა მე არ მინახია არ გინახიათ ეგ საათი ცოლ-ცოტყია ჩუქა არც ეგ არ გინახავთ არა როგორ შეიძლება ტყე ჩუქებინა ტყე როგორ უნდა ეგ არ გაგიგიათ ირაკლი ყარიბაშვილმა ცოლს ყეროა ჩუქა არა ეს სიმულაციები არის და ინსინუაციები არა ჩარტერით რო გააფრინაშვილი ეგ იცით თუ არა ჩარტერით რო წაიყვანა შვილი ამერიკაში სასწავლებლად ეგ ვერსია მე მაქვს ტელევიზიებიდან მოსმენილი ოპოზიციური და არ გჯერათ თქვენ ამ არ ჯერა იმიტომ რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის პატრიოტი კაცი და არ გააკეთებს ლეტრებს ამერიკას რომ ჩვენთვის არაფერი გაუკეთებია ეს ახლა ქოცების მესიჯ ბოქსია აგერ თბილისელი ქოცებიც მაგას ჩივიან როდესაც ჩვენ საქართველოს ამერიკის ურთიერთობაზე ვსაუბრობთ და სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტაზე ჩვენ ძალიან კარგი უნდა გავიხსენოთ რა მოუტანა საქართველოს ამ სტრატეგიულმა პარტნიორობამ რეალურად ფურცელზე დაწერილი განცხადების გარდა რეალობაში არაფერი არ მოუტანია. მაქსიმართლით იარეთ მაია თქვენც და ბიზნეს ყველა დანარჩენმა მარიონეტმაც. ახლა კი ნამდვილი სიმართლე მაიას შესახებ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ამერიკის ბირთვული მარეგულირებელი კომისიის წევრებს შეხვდა შეხვედრაზე მხარეებმა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებსა და სამომავლო პროექტებზე იმსჯელეს. დღესვე ბირთვული და რადიაციული
რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და ამერიკის ბირთვული მარეგულირებელი კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის გაძლიერებასთან დაკავშირებით საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ უფრო დიდი წინგადადგმული ნაბიჯი არის სააგენტოს როგორც მატერიალურ-ტექნიკური გაძლიერების, ასევე უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ამავე ნიუსის მიხედვით კომისია სააგენტოსთვის განკუთვნილი საოფისე ფართისარეაბილიტაციო სამუშაოებს დააფინანსებს. ანუ მაიას დაქვემდებარებაში მყოფ სააგენტოს ფართიც კი ამერიკამ გაურემონტა. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ისე კი სწორედ ამერიკელების დახმარებით დღეს საქართველოს გააჩნია სპეციალური სკანერები, რომელიც ქვეყნის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე არის დაყენებული და ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციული ნივთიერებების აღმოჩენა შეუძლია. და თუ კი მსგავსი საფრთხეები საქართველოს მოქალაქეებისთვის მინიმუმამდეა დაყვანილი, ეს სწორედ ამერიკის დამსახურებაა. ქალბატონო მაია, USAID-ის წარმომადგენლებს რომ ხვდებოდით, ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე ლაპარაკობდით, სამომავლო თანამშრომლობას გეგმავდით და ამ ნიუსებს პარლამენტის გვერდზე და პროპაგანდისტულ მედიაში ავრცელებდით, მაშინ იყავით მართალი თუ ახლა ხართ. ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს სეპარაციის საკითხებზე რომ ელაპარაკებოდით, მაშინ იყავით გულწრფელი თუ ახლა ხართ. ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად საბადოთა დამუშავების პროექტის ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებას რომ გეგმავდით, ამერიკული მხარის დახმარებით, მაშინ ტყუოდით თუ ახლა. მინდა ერთი ისტორია გავიხსენო. 1999 წელს, როდესაც გარემოს დაცვის სამინისტროში დავიწყე მუშაობა, მუშაობდით ნარჩენების შესახებ კანონზე, რომელიც მხოლოდ 2015 წელს მივიღეთ, სწორედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. ისინი ათეული წლების განმავლობაში გვიწევდნენ დახმარებას, რათა იმ მომავალი თაობის ცნობიერება, რომელიც აქ იმყოფება, სხვაგვარი ყოფილიყო. ასეთი და მსგავსი ასობით კი არა, ათასობით მტკიცებულება შემიძლია მოვიყვანო ახლა აქ მაია ბითაძის უპრინციპობის დასადასტურებლად, მაგრამ მგონი ესეც საკმარისია იმის ასახსნელად, რომ ახლა ივანიშვილის გარშემო შემოკრებულ ადამიანებს არანაირი მორალური სახე აღარ გააჩნიათ და მხოლოდ იმას იტყვიან, რასაც პარტია უბრძანებს. იდეოლოგიური სიმყარით არც არასდროს გამოირჩეოდნენ. მათი იდეოლოგიური საფუძვლები ყოველთვის манипуლაციური იყო. დასაწყისში ოცნება სოციალ-დემოკრატიულობას იჩემებდა. ახლა ეთნო-ნაციონალურ პროვოსლავიაზე ჩამოყალიბდა. სინამდვილეში კი არც მაშინ იყვნენ სოციალისტები და არც ახლა არიან ნაციონალისტები. უბრალოდ ბიზნეს დაქირავებულმა PR კონსულტანტებმა გადაწყვიტეს, რომ ახლა მომგებიანი სუვერენიტეტზე, სიყვარულზე და რელიგიაზე აპელირება. ჩვენ ვერავის მივცემთ უფლებას სიძულვილით გახრიჩოს ქართული საზოგადოება და გავაერთიანებთ ადამიანებს სიყვარულით ერთმანეთის დასაკუთარი სამშობლოს მიმართ. სიძულვილს ძლევს სიყვარული, ხოროტებას ძლევს სიგეთე და სიცრუეს ძლევს სიმართლე. ჩვენ კიდევ ბევრჯერ გავემარჯვებთ, რადგან გვამოძრავებს სიყვარული საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ, მინდა მეტი სიგეთე ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის და ვართ მართლები სამშობლოსთვის ბრძოლაში. მოძალადე სისტემის შემოქმედი რუსი ოლიგარქის პარტიის ახალი ძველი თავმჯდომარე ახლა სიყვარულს ქადაგებს. უკანონოდ წლობის ციხეში გაშვებული ხალხის, დასისხლიანებული ჟურნალისტების თუ აქტივისტებისა და დაწიოკებული ორსული ქალებისა და არასრულწლოვნების ფონზე. ქართველობა და ვაჟკაცობა არავინ წაგვართვას, ქართველი კაცები არ გააგხოვონო. ამის დარაჯებად არიან ქცეულები და ჟურნალისტ ქალს წლობით ციხეში უშვებენ. სილის გაწვნით გამოწვეული ტკივილის გამო. ეს ის ხაზია, რომლის იქეთაც ქართული ოცნების ყოფილ გულმხურვალე მხარდამჭერებსაც რომ უნყუნათ ნერვებმა. აი წარმოიდგინეთ, ზია ამაღლობელის შემთხვევა, ეს მე ვთქვი, რომ ეს შემთხვევა როგორც რაინდულის სულის აბსოლუტური განადგურება და მოსპობა, აი ქალის მიმართ, ეს რომ ქალმა სილა გამაკრავა და ამაზე კაცი ჩივის, პირველ რიგში ხო კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები. პირველ რიგში ხო ადამიანი ხარ, ხო? და მამაკაცი ხარ და რაინდი ხარ. ეს ბატონი დგებუაძე შევა ქრესტომატიულ მაგალითად, რომელიც უნდა ისწავლებოდეს სკოლებში. როგორ ხდება მამაკაცური საწყისის გაქრობა, თუმცა ის გარეგნულად გამოიყურებოდეს შეიძლება ძალიან კუნთმაგარ და ძლევამოსილ ჭაბუკად. მაგრამ მას რაინდობის არაფერი არ გააჩნია. რანაირად შეიძლება რაღაცა დასუსტებული ქალი, რომელსაც მანამდე შენ შეურაცხყოფას აყენებდი, ამცირებდი ყველანაირად და ის ზღირსება შელახულმა რაღაც დასუსტებული ხელი გამოგიქნია და სამი თითი ნიკაბზე მოხვდა და ქვეყანა შეყარე რომ მეტკინა და ლოყა მიწითლდა და ამიტომ უნდა ურჩივლო და 6 წელი ციხეში ჩავსვა და ვისაც ეს
არ ესმის რომ რა კატასტროფაა მორალური ეს თვითონ ბატონი დგებოზე მის მეგობარი რომელიც ამ როგორ არა ისეთი ძლიერი სილა გააწნა რომ აჩერდა ყველაფერი და სირცხვილის განცდა არა აქვთ სირცხვილის განცდა არა აქვთ ეს ნიშნავს რომ ამ კაცში მამაკაცური თვით შეგრძნება არის განადგურებული ის ვერ გრძნობს რომ ის კაცია და ეს ქალია. ლოყაგაწითლებული დგებუაძე ქართული ოცნების მორალური კატასტროფის სახით ნამდვილად იქცა. თუმცა მორალური დეგრადაციის ეს ხარისხი როგორც ჩანს თავის დროზე ოცნების მხარდამჭერებისთვისაც კი წარმოუდგენელი იყო. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის მათი ნამდვილი სახე. კოლექტიური ბითაძეები, დგებუაძეები თუ კობახიძეები კიდევ უარესს იკადრებენ. ყველანაირ მორალურ კომპრომისზე წავლენ. სამშობლოსთანაც, საკუთარ თავთანაც. თუ დასჭირდათ ვანოსავით იტყვიან არავინ ვართო და მართლებიც იქნებიან. ამ ქვეყნის მომავლისთვის წლების განმავლობაში უამრავი ადამიანის სისხლი იმისთვის არ დავრილა რომ ეს მონაპოვარი ასეთმა ვანოებმა, მაიებმა და ირაკლებმა ჩარეცხონ. სტუდიაში საუბარს ვიწყებთ ისტორიკოს გუბა სტანიკიძესთან. ერთი საინტერესო სიახლეც გვაქვს, რომელიც უკავშირდება ჩვენს მიერ ადრე დაპირებულ ისტორიაზე საუბრების ციკლს, რომელსაც უკვე მომავალი კვირიდან გუბა სტანიკიძესთან ერთად ვიწყებთ. ამის თაობაზე უფრო მეტ დეტალს მოგვიანებით მოგახსენებთ. მანამდე კი შევაფასოთ სიტუაცია არა მარტო ამ სიუჟეტის შინაარსის იქ წარმოდგენილი ქვეგმირების საქციელის გამონათქვამების მეშვეობით, არამედ კიდევ უფრო დიდ კონტექსტში მსოფლიოში მნიშვნელოვანი ძრებია, რომლებიც იმდენად სერიოზულ გავლენას მოახდენენ მათ შორის საქართველოზე, საქართველოს მსგავს ქვეყნებზე, რომ შეიძლება ეს ყველაფერი უბრალოდ ასე ვთქვათ გასაღიმებელ ისტორიად ასე ვთქვათ გაგვახსენდეს, რომ არა ის სისასტიკეები და ის დანაშაულები, რომელიც მათ უკვე ჩადენილი აქვთ. სანამ დავიწყებთ ამაზე საუბარს, ჩვენ წამოგვეწია პრეზიდენტ ტრამპის მორიგი განცხადება უკრაინასთან მიმართებაში, რუსეთის პუტინის განცხადებასთან მიმართებაში. მოდით გაგაცნობთ, ამას ნიშანდობლივია როგორც ტონი, ასევე მისი შინაარსი. ტრამპი თავის სოციალურ გვერდზე წერს: რუსეთის პრეზიდენტ პუტინს არ სურს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადება. არამედ ამის ნაცვლად ხუთშაბათს შეხვედრა უნდა თურქეთში, რათა მოლაპარაკება გამართოს სისხლისღვრის შესაძლო დასრულებაზე. უკრაინა ამაზე მყისიერად უნდა დათანხმდეს. სულ მცირე იმის განსაზღვრას შეძლებენ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმება და თუ არ არის, მაშინ ევროპელ ლიდერებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ეცოდინებათ რა ეტაპზეა ყოველივე და შესაბამისად გაგრძელდება მოქმედება. დაეჭვებას ვიწყებ იმაში, რომ უკრაინა შეთანხმებას მიაღწევს პუტინთან, რომელიც ზედმეტად დაკავებულია მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღნიშვნით, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე გამარჯვება ვერ მოხდებოდა, ახლოსაც კი არ იქნებოდა. ახლავე გამართეთ შეხვედრა, წერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. რის მანიშნებელია ეს ტონი და ეს შინაარსი? საღამოშიდობის მშვენიერი პოსტი არის პრეზიდენტ ტრამპის, მოსალოდნელიც იყო, აქამდეც მივიდოდა, იმიტომ რომ თქვენ გადაცემაში მაქვს ნათქვამი, რომ გეოპოლიტიკა არ არის სურვილები, გეოპოლიტიკა არის იძულებები. ჩვენ ძალიან საინტერესო პროცესს ვესწრებით საჩვენოთ ნამდვილად გუშინ კიევში მართლაც რომ ძალიან სერიოზული შეხვედრა იყო, ვიზუალიც ძალიან საინტერესო იყო. პრინციპში ეს არის მომავალი ევროპა. ხას უსვამ ევროპას, ევროკავშირის სხვა რამეა, იმიტომ რომ ბრიტანეთი და უკრაინა ევროკავშირის წევრები არ არიან, მაგრამ ევროპის საყრდენები ნამდვილად არიან. აი ამ ხუთ სახელმწიფოზე აშენდება ევროპული უსაფრთხოება და ევროპული სუბიექტივიზმიც, ასევე ევროპა სუბიექტი ხდება, ხო? ეს არის დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, პოლონეთი და უკრაინა. ყველაზე მძლავრი ევროპული სახელმწიფოები, ხო? ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. პრინციპში მოხდა გაერთიანება ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპელებისა და უკრაინელების პოზიციების და ეს უკვე უნისონში არის მოსული. თავიდან გვახსოვს ხო როგორი სახე ქონდა რომ მარტო ამერიკელები, ევროპელები გვერდზე იყვნენ, უკრაინის თემატიკა ცოტა ისე იყო, მაგრამ საბოლოო სახეს ღებულობს უკვე დასავლეთი, კონკრეტულად დასავლეთი, დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან და დამთავრებული უკრაინით, უკვე საერთო პოზიციას იკავებს ამ ომთან დაკავშირებით და რუსეთთან დაკავშირებით. ასევე ძალიან საინტერესოა ჩინეთის პოზიციაც.
ჩინელებმა ჩვენ ვიცით, რომ სი ძინპინმა მოსკოვში შეხვედრის დროს პუტინს პირდაპირ მოთხოვა, კი არ თხოვა. იმიტომ მოთხოვნასა და თხოვნას შორის დიდი სხვაობაა ძალიან, ხო? მოთხოვა ომის სასწრაფო დასრულება. ამიტომ ხმები ამის შესახებ გამოვიდა. კი, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ჩინეთის დაახლოებით ამაზე მეტყველება. ამიტომ თავისუფალი ბრძოლებში, თავისუფალი მოძრაობისა და თქვათ სიმულაციების არე უკვე პუტინს ნაკლებად დარჩა, მას კონკრეტულად დაუთქვეს ვადები, არის ჩამოკიდებული ორი თარიღი, ერთი არის ორშაბათი, მეორე არის ხუთშაბათი. ამიტომ მოუწევთ რუსებს, თუ არ მოუწევთ და მაშინ მიიღებენ იმას, რისაც ყველაზე უფრო მეტად ეშინოდა პუტინს რა. საერთაშორისო საყოველთაო შეთანხმება რუსეთი არის აგრესორი. აქამდე ვიღაცები ეჭვის ქვეშ აყენებდნენ, ვიღაცები თავს იკავებდნენ და ასე შემდეგ. არ უშველა გამარჯვების აღლუმმა, საერთაშორისო საინტერესოა, რომ ეს აღლუმი იყო ახალი ფაშისტების მიერ ძველ ფაშისტებზე გამარჯვების 80 წლისთავი. ახალი ფაშისტები არის დღევანდელი რუსეთი, საერთაშორისო ჩერჩილი ახლა პოლიტიკური წინასწარმეტყველი იყო, მას აქვს ნათქვამი, რომ მომავალში ფაშისტები ანტიფაშისტების სახით მოვლენო რა. ხო იჩემებს რუსეთი რომ ფაშიზმს ებრძვის ხო? რას ვღებულობთ ჩვენ ახლა, რომ თუ შეთანხმება შედგა და ალბათ შედგება, იძულება უკვე წონას იძენს, ჩვენ მივიღებთ რას და რუსეთი რას მიიღებს? გაფართოებულ ნატოს, სადაც ფინეთი და შვედეთი დაემატა, ჩაკეტილ ბალტიის ზღვას, პეტრე პირველი რამდენი წელი ომობდა შვედეთთან, რომ ის სარკმელი გაეჭრა და პეტერბურგის აშენებაში 9 მილიონი რუსი გლეხი ჩაწყვიტა იქა. რუსი გლეხების ძვლებზე აშენებული ის ჩtildeოეთის პალმირა, როგორც ასე ეძახიან, ხო? ასეთია რუსეთის ისტორია, ხო? მისი სიდია და სისხლზე და ძვლებზე დგას სულ. ხო? მივიღეთ უკრაინის გაძლიერება. ომამდე უკრაინის არმია საკმაოდ სუსტი იყო, რეიტინგებში 22 ადგილზე იყო, დღეს მილიონიანი არმია ყავს. საუკეთესო იარაღით აღჭურვილი. თითქმის ყველა ნოვაცია გავლილი აქვს. თვითონაც წარმოებელია ამის. მივიღეთ ყველაზე მთავარი რაც არის, შეკრული უკრაინელი ერი, რაც აქამდე არ იყო. მივიღეთ გაღვიძებული და გამოფხიზლებული ევროპა. დიდება უფალს, როგორც იქნა. და გაბრაზებული ევროპა, რომელსაც უკვე ეს გაბრაზება განრისხებაში და გამძვინვარებაში გადადის, ხო? მივიღეთ ძლიერი კოალიცია უკრაინის მხარდამჭერი და მივიღეთ ის, რომ უკვე თეორიული საუბრები, რომ მოდი რუსეთი არ გავაბრაზოთ, გაიარა ამან. ატომური და ბირთვული შანტაჟი შიშებმა გაიარა, უკვე აღარ არის უკვე. უკვე სასაცილოთაც ღებულობენ ამას, ხო? რა მივიღეთ? დასუსტებული რუსეთი, უავტორიტეტო რუსეთი და რაც მთავარია რუსული არმიის ლეგენდის დამსხრევა და განადგურება. თუ მეორე არმია ხარ მსოფლიოში და თუ უძლეველი ხარ, ერთ სახელმწიფოს, რომელიც მოცულობითაც, შესაძლებლობითაც რამოდენიმეჯერ ჩამორჩებოდა რუსეთს, იმას ვერ მოერია. ანუ საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა მივიღეთ უდიდესი სისხლი, უდიდესი უბედურება, მაგრამ ამ ომიდან უკრაინა გამოდის გამარჯვებული, იმიტომ რომ შეინარჩუნა თავის თავი, არავითარი დენაციფიკაცია არ მოხდა, არავითარი დემილიტარიზაცია არ მოხდა, არავითარი უკრაინის განეიტრალება არ მოხდა, უკრაინაზე გავლენების გაზდა არ მოხდა, არავითარი უკრაინელი ხალხის შუაში გაპობა არ მოხდა, პირიქით კონსოლიდაცია მოხდა. და გამივიღეთ სანქციების ქვეშ მყოფი, შეურაცხყოფილი, თავსლაბ დასხმული რუსული სახელმწიფო. აი ეს არის საბოლოო ჯამში. ვერც ერთი დიდი ქალაქი ვერ აიღეს 22 წლის მერე ახლა არ იგულისხმება ლუგანსკი და დონეცკი, რომელიც მანამდე ჰქონდათ. მათ აღებული სეპარაცია მოხდა იქა, ხო? ამიტომ ძალიან საინტერესო პროცესში მოხვდით ჩვენ უკვე. აი ჩვენ როცა ვამბობთ, ახლა უკვე მოდით პირდაპირ ვიგულისხმოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო, საქართველო, მათ შორის თავისი შიდა პოლიტიკური გაურკვეველი მდგომარეობით, ხო? შეგრძნება არის მაინც ისეთი, რომ გარკვეულ ვაკუუმში ცხოვრობს, ახლა პოლიტიკურ ვაკუუმში ცხოვრობს ქვეყანა, რაღაცეების მოლოდინში არის ყველა მხარე, ხო? ჭორვილაში ცხოვრობთ. თუმცა ამ ვაკუუმს ავსებს სიცოცხლით ხალხი, ამის მაგალითი იყო დღევანდელი მარშიც,
წვიმაში ასეთი ენთუზიაზმით, ენერგეტიკით სავსე მსვლელობა ადამიანებისა შეუძლებელია რომ გულგრილ სტოვებდეს მათ რომლებიც ამას შეიძლება ჯერჯერობით ხოლმე ტელევიზორებიდან ადევნებენ თვალს მათ შორის ქართული ოცნების ელიტასაც რომელიც შინაგანად მორალურად პოლიტიკურად სრულიად გამოფიტულია, აბსოლუტურად გამოფიტულია და სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ მორალურადაც დეგრადირებული არის. მზად არის ნებისმიერ თეთრზე იძახოს შავი. ამის მაგალითები თუნდაც თიკო ერაძის აი ამ წინა სიუჟეტში იყო, ხო? და ამავე დროს ჩამოკიდებული აი ამ მითებზე, რომლისაც 1 მილიარდი რომ უნდა გადარჩეს თურმე და დანარჩენი რომ უნდა ამოიხოცოს და ამერიკა და ევროპა ახლა რომ ოქროს უნდა ასე ბოდვები. ხო, თუმცა ამ ბოდვამ რაღაც დონეზე რაღაც პერიოდი იმუშავა. აი ამ მოცემულობაში ვართ. ის სურათი რომელიც ახლა შენ აღწერე რა გავლენას მოახდენს იმანზე რაც საქართველოში მოხდება მოკლე ესე ვთქვათ და გრძელვადიან პერსპექტივაშიც. სოფლიოში ბევრჯერ გვისაუბრია ჩვენ ამაზე, რომ სოფლიოში წავიდა რეგიონალური უსაფრთხოებების სისტემების ჩამოყალიბებას. ანუ გლობალური უსაფრთხოება ჯერჯერობით არ არის. ძველი, თქვათ, პოცდამისეული გლობალური უსაფრთხოება აღარ არის, ეს ფაქტია. ახალი როგორი იქნება, არავინ არ იცის. ამას შეიძლება წლები დაჭირდეს, არ ამგონია 10 წლეულები, მაგრამ ხნოვანება ჭირდება. ყველამ დაიწყო მოზოგვა და მოზომვა თავისი სივრცეების, გავლენების სივრცეების. საქართველო ასე ვერ იქნება ხაერში გამოკიდებული. რომელიმე სივრცის ნაწილი უნდა გახდეს. და ეს ახლა სადავო არ არის, ხო, ისტორიულად ეს არჩეული აქვს ჩვენს წინაპრებს 3000 წელი არის, ხო, ეს არის დასავლეთი ევროპა. ვერჯერ გვისაუბრეთ ჩვენგან აღმოსავლეთით 80 კილომეტრში აბსოლუტურად უცხო სამყარო იწყება ჩვენთვის. სადაც ღვინოს არ წურავენ. სადაც ღვინის კულტურა არ აქვს, სადაც ქრისტიანული ფასეულობების, სხვანაირი ფასეულობებით არ ყველა ცივილიზაციას მე პატივს ვცემ, მაგრამ ჩვენთვის უცხოა ეს ცივილიზაცია. რაც ქალის უფლებები მკვეთრად შეზღუდულია. აბსოლუტურად. სხვადასხვანაირი, საერთოდ კაცობრიობა მრავალფეროვანია და მე ისე ვიმეორე ჰანტინგტონის მიმდევარი ვარ, რომ მრავალფეროვნება და ამ მრავალფეროვნებას შორის ხანდახან კონფლიქტები და საბოლოო ჯამში თანამშრომლობა და თანაცხოვრება არის კაცობრიობის განვითარების თავარი თვისება, ხო? არ შეიძლება ერთი მასწავლებელი ყავდეს, ერთი დირექტორი, ეს ბიძინა ეძებს სოფლიოს დირექტორს, რომ ფული გადაუხადოს და თავი დაანებონ რა. ასეთ პრიმიტივები ასე აზროვნებენ. იძახიან რომ 1 მილიარდი უნდა გადარჩეს, დანარჩენი უნდა ამოწყდესო. ეს 1 მილიარდი ვინ არის? ჩინელებს შედიან ამ 1 მილიარდში, 1 მილიარდ ნახევარი არის. თქვენ უბედურებს სადაა ხალხო გაგასრულებად რა მიმან გარე ხარისხის რუსულმა პროპაგანდამ. გაგასრულებად რომ თურმე 1 მილიარდი კაცის გადარჩენას აპირებს ვიღაცა ჯგუფი, რაღაცა deep state და დანარჩენი 8 მილიარდის ამოწყვეტას აპირებს. სახლს როგორ აგნებთ საერთოდ? ხალხსტუხები რო გაქვთ ყველა ერთნაირად რო ხართ მოჭრილი ისა ღვინის ქარხნის ბოთლები რო გამოდის ყველა ერთნაირი რო ვერ გაარჩევ ქოცობა რაგვარია დგებუაძე გამოდგებუაძებულები ხართ უკვე მთელი ქოცები ვეფხისტყაოსნის ქვეყანას იცავთ გითხრათ ხო ნაირა გელაშვილმა რომელი თქვენი ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი იყო კარგახანი ცოტა ხნის წინ გითხრათ ხო რაც ახართ ქალის გარტყმულზე თურმე ის ქალი ჯვარზე უნდა გააკრა და ეს არის ვეფხისტყაოსნის ქვეყანა, ეს არის ვაჟა-ფშაველას ქვეყანა, ესაა ქრისტიანული მორალის ქვეყანა. გასათხოვარი მამაკაცები რო ხართ და რო გეშინიათ, ესე იგი აღარც სამშობლოს დაცვა, აღარც ერის სიყვარული, აღარც ღმერთის ერთგულება, აღარც ოჯახის გადარჩენა. თავარია რომ არ გაათხოვონ. ქოცების თავარი სამოძრავებელი ინსტინქტი არის რომ იქნებ კაცები არ გაგათხოვონ რა დღეში ხართ ხალხო გაგასულელად იმბიძინა გითხრათ რომ მამაკაცი თურმე იმას ძეს იწველეს და ამას მისდევ ხართ განქართველება ხდება გითხრა რომ წადითო ქვეყნიდან როგორც დაიცალეთო რა შაჰაბაზ არ გაუსახლებია ამდენი ქართველი რაც ბიზნეს მართლობის პერიოდში გავიდა ქვეყნიდან მილიონი ქართველია გასული ქართული ოცნების მართლობის პირობებში და რაზე დგახარ რომელ ქრისტიანობაზე საუბრობთ
ქუჩაში როგორ ცემთ ხალხს, რომელ კაცობაზე, რომელ მამაკაცობაზე, რითი ამართლებთ ამას? რომ რას იცავთ? იცავთ საკუთარ სალაფავს. რო თქლებთ ამ ქვეყანას და ძვლებამდე გააშიშვლეთ ეს ქვეყანა. უმძიმესი განაჩენი გელოდებათ და განაჩენი მარტო იურიდიული კი არა. ისტორია შეგაფასებთ, გაგამათრახებთ ისტორია. ისტორია არ არის მასშტაბებელი, ისტორია არის ჯალათი. საერთოდ ვინმეს თუ აინტერესებს. უმძიმესი შეფასებები იქნება. თქვენი ვისე ვიმეორებ. თქვენი შვილები და შვილიშვილები დამალავენ, რომ თქვენი შთამომავლები არიან. ასე იქნება თან უახლოეს პერიოდში. თქვენ ვერ შეაჩერებთ იმ დიდ პროცესს, რაც ხდება. ის დასავლეთ, ის აგრესიული ევროპა ყველაზე მობილური და ყველაზე გავლენიანი არის ევროპა. ამითი ევროპული ცივილიზაცია, დასავლური ცივილიზაცია თავის დროზე. რუსეთმა გააღვიძა ევროპაში აგრესია, რაც უკვე აღარ ქონდათ ფაქტიურად და შეგუებულები იყვნენ, რომ მეორე მსოფლიო ომის მერე კონტინენტზე ომი არ იქნება. ეს რა თქმა უნდა შეცდომა იყო, მაგრამ ნუ ახლა ამის გამოსწორება მეტის. გამორიცხულია შავი ზღვის აუზი ვინმეს დაუთმოს დასავლეთმა და არ ჩვენ არ უნდა დაუთმოთ. იმიტომ ჩვენ ამ ცივილიზაციის ნაწილი ვართ. დაწყებული კრეტა მიკენის კულტურიდან ყველაზე ძველი ევროპული პლასტი რაც არის პროტობერძნული, რასაც ხვია, პროტო ნიშნავს რომ საფუძველი რაც არის, ხო? პროტობერძნული კულტურისგან შეიქმნა ევროპული ცივილიზაცია. იმის ნაწილი ვართ, კაცო. ენათესავებოდნენ ერთმანეთი მინოს მეფე, მინოს კრეტის მეფე და ისა რა ქვია, ჩვენი აიეტი, ხო? მთელი ჩვენი ცივილიზაცია, მთელი ჩვენი ევროპული ცივილიზაციის საფუძველი ვართ, ჩვენ დანამატი კი არა ვართ. ჩვენ რაღაცა მიყრუებული პროვინცია კი არა ვართ, საფუძველი ვართ ჩვენ ამის. მთელი ეს აღორძინების ეპოქის ხელოვნება რო აიღოთ ორი თემატიკა, ან ბიბლიური თემატიკა, ან ბერძნულ-რომაული მითოსია. ბერძნულ-რომაული მითოსის ერთი მესამედი ქართული თემატიკა. პრომეთეოსი, არგონავტები, მედია ხო მათ შორის, აიეტის და მინოსის მოყრობა. საფუძველი ვართ, ჩვენ საფუძველი უძველესი პლასტი ვართ. ამიტომ ესეც უნდა ვიცოდეთ, ჩვენ ერთ-ერთი ბიზნეს თავარი მოკავშირე ორი რამეა ამ ქვეყანაში. სიღატაკე და უმეცრება. სიღატაკეზე გათვლილი, თო ხატაკი ადამიანი უკვე ვეღარ აზროვნებს, ის ინსტინქტებზე გადადის და ლუკმაპური სადიშოოს იმაზე და ისა გაუნათლებლობა, უწიგნურობა. ახლა ამას რო კაცი დაიჯერებს, რომ ვიღაცა თქვა deep states, ჯერ ვინ ჯგუფში შედის თუ რა ჯგუფში, ამაში ვერ გაერკვნენ ქოცები. ადამიანია ეს, ადამიანთა კრებული როგორც მინისტრს რო ეგონა, რა გვარი იყო ეს ტალიბანი რო კაცი ეგონა, ხო? ხო გახსოვს. მეგონი რაღაც ხელოვნური ინტელექტი გონია. შედარებით. აი ქოც ამორჩევს განსაკუთრებით უწიგნურ ნაწილს. ნაწილს კაცი გონია და ნაწილს ხალი გონია ეს deep state რა. და თურმე სადღაც 1000 კაცი აპირებს 8 მილიარდი კაცის ამოწყვეტას და ბიზნესამ გამოიცნო ეს. მეტმა ვერავე. რა დღეში ხართ ხალხო? რას კითხულობთ, რას გელაპარაკებიან, რას გიხსნიან, გაგასულელად ამ ბიზნესა. ი დათათაშხეს რო უყურებთ, თქვენი თავ ქოცებს დათათ თაშხეს მხარეზე ხო არ გონიათ თქვენი თავ. შემთხვევით სპირიდონა სულანჯიები და პილატე სვანიძეებად ხო არ ჩამოყალიბდით. მაგას უნდაო ჩვენო გაგვაუბედუროსო. Deep State-ს უნდა გაგაუბედუროთ, კაცები გაგათხოვოთ, ქორწილში ნეტა თამადები ვინ იქნებიან. როგორ მაინც ბიზნა არ მოვა ალბათ. რა დღეში ხართ ხალხო? იცვლება სამყარო, გამოიცვალა სამყარო, ხო? აწივ ეს სამშვიდობო მოლაპარაკებები რო წავა, მე ომით ვიღას შეაშინებთ. თელ დასავლეთს უნდა მშვიდობა, ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა მშვიდობა, უკრაინას უნდა მშვიდობა და ვიღას დააბრალებთ რომ ომი დაიწყება. რას აპირებთ? თქვენი იდეოლოგია ჩამოგახმათ და ჩამოიღვენთა უკვე. რა დღები ბიზნეს ადამიანებად არ აქვთ, გამარჯვებას არ გეუბნებათ. აუნ სენ სიუ იყო ასეთი იაპონური ტოტალიტარული სექტა რა, რომელმაც ისა პირდაპირ გაგევით ტოკიოს მეტროში მოწამლა ხალხი. იგივეა. ასე წამლავენ ხალხს. ვინც ექვემდებარება.
და გაგიჟებულები არიან, ქვეყანას მართავენ. ესენი ჭორვილად გადააკეთა ქვეყანა. ყველა თავისუფლში ხო ასე არ, ყველა ხმადაბლა ლაპარაკობს, ყველა იმალება. ქართული წესებია მოშლილი იმაში. მასპინძელი რო დაეძახო, კაცი არ გაგიღებს კარს იქ. იმალებიან. განსაკუთრებით ცუდად რეაგირებს ბიძინა, როცა ვიღაცა იცინი. სუგონია რომ მასდაცინი. კომპლექსი, ბოგანო, ბოსელი. არ შველის არაფერი. პროვინციალიზმი გეოგრაფიას არ ნიშნავს. პროვინციალი შეიძლება პარიზში დაიბადოს, თბილისში დაიბადოს, ვაშინგტონში დაიბადოს. ან არ დაიბადოს, ვაჟა-ფშაველა დაიბადა ჩარგალში, მაგრამ იყო რამხელა კაცი. გლობალური აზროვნების კაცი იყო, ხო? რას წერდა, როგორ აზროვნებდა. ჩვენი ისტორია, ჩვენ დიდი მოღვაწეები, დიდი სახელმწიფო მოღვაწეები, მოაზროვნეები თბილისში 1-2 კაცია დაბადებული. დანარჩენ საკრა ეს რეგიონებისგან შემდგარი ქვეყანაა, ძლიერი ქვეყანაა, ხო, მაგრამ ესენი რა გაგანია პროვინციალები. ბოსლის მკვიდრები. რადგან დრო გვეწურება, მინდა მოვასწროთ და ტელემაყურებელს შევატყობინოთ სიახლის შესახებაც. ალბათ ერთ-ერთი მე ვიტყოდი, თავარი მიზეზიც განათლებაში არსებული დეფიციტი გაუნათლებლობაშია. ჩვენ სურვილს წარმოადგენს მათ შორის ასეთი იყო ტელემაყურებლის და ჩვენი მკითხველის და მსმენელის შეკვეთაც დაკვეთაც, ასე ვთქვათ, ამან დააჩქარა ეს პროცესი, რომ დაგვეწყო ციკლი მოგზაურობა ისტორიაში, ასე ერქმევა კიდე სპეციალურ ციკლს, რომელიც დროების YouTube გვერდზე დაიდება, შემდგომში ალბათ ტელევიზიითაც ვაჩვენებთ და რომლის მიზანსაც წარმოადგენს მსჯელობა ფაქტებით არა მარტო ქრონოლოგიურად კონტექსტში იმაზე, რამაც შექმნა კაცობრიობა, რამაც მოიყვანა დღემდე, რა მითამაშა მთავარი როლი. მინდა რომ თავად აუხსნა ტელემაყურებელს და YouTube კონტენტის მაყურებელს დროების გვერდზე, რაზე იქნება ეს ციკლი. ძვირფასო მეგობრებო, მე მინდა პირველ რიგში გიორგი თარგამაძეს მადლობა გადაუხადო, ჩვენ მქონდა ამ თემაზე საუბარი, რომ იქნებ დავიწყოთ რაღაცა საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ადამიანებს მოუყვება იმას, რაც აუცილებელია ჩვენი გონების განვითარებისთვის, გავარჯიშებისთვის, ხო? ჩვენ ვიწყებთ მე და გიორგი თარგამაძე, ვიწყებთ სერიალს მოგზაურობა წარსულში. აქ არ იქნება საქართველოს ისტორიაზე ჯერჯერობით ლაპარაკი, აქ იქნება მსოფლიოს ისტორიაზე. გადამწყვეტი მოვლენები, თქვათ მაგალითად იქნება ცალკე სერიალი კონფლიქტები, დღევანდელი კონფლიქტები, საიდან მოდის, როგორ მოდის, ხო? იქნება ევროპის საფუძვლები, აი როგორ შეიქმნა ევროპა, თქვათ, ძველი საბერძნეთი, ძველი რომი, იქნება ისტორიის სოლისტები ცალკე გადაცემა, რომლებმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს მსოფლიოს ისტორიაზე. იქნება ისტორიაში ყველაზე სახელგანთქმული ქალი მმართველები, ამაზედაც ვაპირებთ გაკეთებას გადაცემის ცალკე ციკლის. ვაპირებთ საიდუმლო ორგანიზაციებს, აი სულ არის მასონებზე და იმაზე და ღამე გამოსვლის ეშინიათ და რა ვიცი მაჯლაჯუნებს რო ელოდებია. აი საიდუმლო ორგანიზაციები, თქვათ, მასონები, როგორი ვინ იყვნენ, ტამპლიერები, თქვათ, ასასინების ორდენი, იეზუიტების ორდენი, ბევრ რამეზე ვაპირებთ საუბარს. იქნება საკმაოდ საინტერესო, შევეცდები რომ გავაცნოთ, მე და გიორგი შევეცდებით რომ გავაცნოთ ჩვენს საზოგადოებას აი მსოფლიოს ისტორია რა, როგორ შეიქმნა, საითკენ მიდიოდა, როგორ საფუძველი ეყრებოდა ნიშნულოვანი მოვლენები რაც მოხდა მსოფლიოს ისტორიაში. საკმაოდ მოცულობითი პროექტი უნდა გამოგვივიდეს წესით. პირველი უკვე ჩავწერეთ ჩვენ პირველი კონფლიქტების ისტორია, ყველაზე ძველი ეს არის არაბებისა და ებრაელების კონფლიქტზე. ალბათ უახლოეს დღეებში გიორგის საშუალებით მოხდება ამისი და დავიწყოთ და მოისმინეთ ხალხო, ეს იქნება თხრობითი თარიღებით და ციფრებით არ გადაგღლით, მაგრამ მოგიყვებით როგორ ვითარდება კაცობრიობა და როგორ ვითარდებოდა კაცობრიობა. და პირველი ასეთი გადაცემა ჩვენ უკვე ჩავწერეთ, ორ ნაწილად გაიყოფა ის და როგორც უკვე კუბაზმა გითხრათ, ეხება პალესტინის, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს.
ბიბლიური ფესვებიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე უაღრესად საინტერესოა, იმიტომ რომ ის აქტუალობას სამწუხაროდ ამ შემთხვევაში საბედნიეროდ არასოდეს კარგავს. მისი პირველი ნაწილი უკვე სამშაბათს 21 საათზე განთავსდება დროების YouTube გვერდზე და ყოველ სამშაბათ ჩვენ ამ ციკლის ახალ სერიას დავამატებთ ხოლმე. ჩემი როლი აქ ძალიან ისე ვთქვათ მინიმალისტურია, იმ ხალხს კუბას მივცეს შესაძლებლობა ამაზე იგებს ყველაფერს. ილაპარაკოს. გუბას მადლობა მინდა უთხრა განსაკუთრებული ამისთვის. ამას შეიძლება უყუროს მოზარდით დაწყებული ასაკოვანმა ადამიანმა. პირადად ჩემთვისაც ძალიან ბევრი აღმოჩენა, ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი არის თან სულად განსხვავებულ კონტაქტში მოყვანილი. ეს არ არის უბრალოდ საუბარი ისტორიაზე. ყველას გირჩევთ რომ გახდეთ აქტიური მაყურებლები და გამომწერები. აქვე მინდა გთხოვოთ რომ იმისთვის რომ ეს გაგიადულდეთ დროების YouTube არხი გამოიწერეთ. გამოჩნდება კიდეც ეკრანზე სამ ჩვენ ვისაუბრებთ და გადაცემის ბოლოსაც გუბას დამამშვიდობები და ამ კონკრეტული გადაცემის ეგრეთ წოდებულ თიზერს გაჩვენებთ კიდეც მანამ სანამ შემდეგ სიუჟეტ შემოგთავაზებთ. ვიწყებთ ისტორიაზე გადაცემების ციკლს მოგზაურობა წარსულში, რომელსაც გაუძღვება ისტორიკოსი გუბას სანიკიძე. დავიწყოთ. ჩვენ ძალიან ბევრ ამას მითოლოგიურს ვიტყვით, ძალიან ბევრს ისტორიულ მოვლენას რომელიც დაუდასტურებთ, მაგრამ ბევრსაც ვიტყვით, რომელიც დადასტურებთ. დღევანდელი ჩვენი საუბარი მიეძღვნება ებრაული ერისა და არაბების კონფლიქტის ფესვებს დასაწყისიდან დღემდე. აბრაამი ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არის პირველი დისიდენტი სამყაროს ისტორიაში. ყველაზე ძველ სახელს ებრაელებს ეძახით ურიას. აი ეს კონფლიქტი აქედან იწყება. ისმაილი და ისააკი. დღესაც გრძელდება გიორგიეც და ჩვენ შეგვიძლია დაუშვათ, რომ პალესტინელი არაბები ვახსენოთ, მაგრამ პალესტინელები არაბები არ არიან. სოფლიოში ტროას ომი ითვლება, რომ ერთ-ერთი ეპიზოდია ის ხალხების გადასახადში. და უპირისპირდებიან ებრაელებს. დაუნდობელი ომები იწყება ებრაელების 12 ომსა და ფილისტიმელებს შორის და ის დავითის ეპოპეა და გოლიათი ამდენი. სოლომონის ტაძრის დაქცევა ბაბილონელებს არ აპატიეს ებრაელებმა და გაუღეს სპარსელებს კარგი. ბაბილონი აიღო და ამრია იმპერიამ აქემენების სპარსელებს. ის კითხებიან ებრაელებს, ვინ ხართ თქვენ? დავით ბენ-გურიონმა გამოაცხადა ისრაელის სახელმწიფოს გამოკვლევა. როგორც კი გამოაცხადა, რამოდენიმე საათში დაესხა არაბული ქვეყნების კოალიცია ისრაელის თავს. აბსოლუტურად მოულოდნელი დახმარება საიდან? იოსებ სტალინი. სუეცის კრიზისი ითვლება ბრიტანეთის და საფრანგეთის კოლონიალური იმპერიების დასასრულად. ეს არის შეურიგებელი ორი ძალა და მოდის ოჯახი ისმაილის და ისააკის. შეიძლება ძმები შერიგდნენ, მაგრამ არ ვიცი მომავალში რა. მოკლედ ძალიან საინტერესო მოგზაურობა გელით ისტორიაში, რომელსაც გუბას სანიკიძე გაუძღვება და ეს ის თემა, ეს ის სფეროა, რომელშიც მისი კომპეტენცია მართლაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ახლა კი დროების გეგმას გავყვეთ, დღევანდელ გეგმას. მეგობარი აქტი, გასული კვირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, კონგრესის ორივე პალატაში მოგეხსენებათ ჯერ მეორე პალატაში დამტკიცებული არ არის, მაგრამ კონგრესის დონეზე დამტკიცებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ რამდენიმე პროცედურული ნაბიჯი უნდა გაიაროს და ტრამპის მაგიდაზე აღმოჩნდება ხელმოსაწერად. ახლა ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ მთელი ეს პროცესი უბრალო შანტაჟია და ტრამპს რომ უნდოდეს, რა შეჭირდება მეგობარი აქტი, ისედაც ხომ შეუძლია დაგვასანქციოსო. დიახ, ისედაც შეუძლია, რა თქმა უნდა, მაგრამ იქნება ამ ყველაფრით შანს გაძლევენ, რომ შეერთებულ შტატებში პროცესის დასრულებამდე ქართველი ხალხის მოთხოვნა დააკმაყოფილოთ. დაინიშნოს და ჩატარდეს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, გათავისუფლეთ პოლიტპატიმრები და საქართველოს დაბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს ნამდვილად შანსია თქვენთვის, რადგან აქტის კანონად გადაქცევის შემთხვევაში უკვე ამერიკის პრეზიდენტის ნება კი არ იქნება მხოლოდ არამედ რეჟიმის დასანქცირების საკითხი, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების ვალდებულება. სწორედ ეს წერია მეგობარ აქტში და ეს თვითონ ქართული ოცნების მენეჯმენტშიც კარგად იციან. უბრალოდ საკუთარ რიგით წევრებს
კვლავ ატყუებენ და კიდევ უფრო მძიმე ცხოვრებისთვის იმეტებენ. რა წერია სინამდვილეში მეგობარ აქტში და რას იტყუებიან ახალ, თუმცა კარგად გამოცდილ პროპაგანდაში ივანიშვილის ქვეშევრდომები? რატი მუჯირი განგვიმარტავს? მეგობრო, მოდი კიდე ერთხელ ვიტყვი, რაც ადრე მithავს. კიდევ კარგი ოცნება არის ესეთი იდიოტი რა. ოცნება რა შუაში. მართალი ხარ, ამ ყველაფერში მართალი ხარ. არაფერ შუაში რომ ხართ კოცები და მაინც თავს გვახურთ თქვენს ავტორიტარიზმს, იმიტომ არის ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი. იმიტომ არ გაძლევთ ლეგიტიმაციას ცივილიზებული სამყარო. იმიტომ არის უწყვეტი პროტესტი. იმიტომ იკეთება ქვეყნის მთავარი გამზირი უკვე 165 დღეა. იმიტომ გასანქცირებთ ყველა, ვინც საქართველოს ნამდვილი მეგობარია. მეგობარზე ძნელია არ გაგახსენდეს შეერთებული შტატების მეგობარი აქტი. ყულფი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის კისერზე ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ნაბიჯი იქნება. აქამდე დაწესებულ ყველა სანქციაზე უფრო ეფექტურად რომ იმოქმედებს კონგრესის ორივე პალატაში დაჩქარებული წესით დამტკიცებული აქტი, ამაზე რეჟიმის რეაქციაც მეტყველებს. თუმცა, სანამ მათ რეაქციას განვიხილავთ, ნახოთ რა წერია მეგობარ აქტში. ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს ურთიერთობის სრული გადახედვა დახმარების ყველა პროგრამის ჩათვლით. ქართველი ხალხის მხარდაჭერის აღიარება კონსტიტუციით გამტკიცებული ვალდებულების ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ. ხალხთა კავშირებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, როდესაც საქართველოს შესაბამისობაში იქნება საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებთან. მხარდაჭერის გამოხატვა საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის განგზობადი და უკანონო ოკუპაციის პირობებში. მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა, რომელიც იცავდა ქართულ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას, ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან ბოროტად გამოყენებისგან. პრეზიდენტს მოეთხოვოს დაუწესოს სანქციები ქართული ოცნების ჩინოვნიკებს და მათ მოკავშირეებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩასაშლელად, ვინც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ან ჩართული არიან სხვა კორუფციულ ქმედებებში საქართველოს სტაბილურობის საზიანოდ. აი ეს ბოლო ჩანაწერია ამ აქტში მთავარი პოსტულატი. ანუ აქტის კანონად დამტკიცების შემთხვევაში შეერთებული შტატების ყველა აღმასრულებელ ორგანოს დაევალება თავისი მიმართულების შეისწავლოს ივანიშვილის რეჟიმი და შემდეგ პრეზიდენტი ვალდებული იქნება გამოვლენილი პირები დაასანქციოს. ამ ვალდებულების ნაწილს მოგვიანებით დაუბრუნდებით. მანამდე კი გავიხსენოთ, ვინც მოხვდა უკვე დასანქცირებულთა ამ სიაში. ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გომელაური, ანრი ოხანაშვილი, პაატა სალია, მაკა ბოჭორიშვილი, სულხან თამაზაშვილი, შალვა პაპუაშვილი, ნინო წილოსანი, მამუკა მდინარაძე, ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი სამხარაძე, თეა წულუკიანი, მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, დიმიტრი გვიტიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ლევან თევზაძე, ირაკლი შენგელია, რევაზ ნადარაია, შალვა თადუმაძე, გიორგი გაბიტაშვილი, კარლო კაციტაძე, გიორგი კალანდარიშვილი, გიორგი ჯავახიშვილი, რაჟდენ კუპრაშვილი, ნათია თურნავა, უჩა მამაცაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, ნოშრემა ნამორაძე, ირაკლი რუხაძე, ლაშა ნაცვლიშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, თინათინ ბერძენიშვილი, კახა ბექაური. თან სიაღიაა და როგორც კეთილი ხმები ამბობენ, ის კიდევ გაფართოვდება. არ მოხდება ფორმულა როგორ არა არ მოხდება არ დაუშვებ არ მოხდება როგორ არა როცა კი ხუმრობა რომ არ გამოგდის მაგას თავი დავანებოთ მაინც სუბიექტური აღქმის საკითხია და პროგნოზები რომ ქოცების ძლიერი მხარე არ არის ეს ხომ ფაქტები დადასტურებულა აი ხომ გახსოვთ კახა კალაძე რომ ამტკიცებდა დარწმუნებული ვარ არანაირი სანქციები არ იქნებაო მე რაც მოხდა ეგეც ხომ კარგად გახსოვთ ხოდა რომ გახსოვთ სწორედ მაგიტომაა მთელი რეჟიმი ახლა ისტერიულად რომ ამტკიცებთ ეგ ყველაფერი შანტაჟია ტრამპს რომ უნდოდეს ისედაც დაგვასანქცირებდაო ტრამპს ნამდვილად არ ჭირდება დამატებითი აქტები რომ რომელიმე ჩვენი ლიდერი ან ქვეყანა დაასანქციოს არ ჭირდება ეს მეგობრებო ეს არის ჩვეულებრივი ვილსონის მიერ შეთითქმული და გარკვეული ლობისტური ჯგუფების მიერ დაქირავებული გარკვეული დემოკრატების მთელი არმია სამასამდეკაცია და რესპუბლიკელების ნაწილი რომელიც თვითონ ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვდა და ეს ხალხი ჩვენ დაგვინდოდა ბუნებრივი არა დარწმუნებული ვარ რომ ხელმოწერამდე არ მივა იმიტომ რომ ის ებრძვის აი ამ deep state-ს როგორც თვითონ დაარქვა და თუ ეს მოხდა ეს ნიშნავს რომ სამწუხაროდ ისე ჩაითრიეს და ამით დამთავრდება ამერიკული დემოკრატია მაგრამ არ მაქვს ეს მოლოდინი ჩვენ გულს შემატკივრობთ დონალდ ტრამპს ზოგადად გლობალური ომის პარტიის deep state-ის დამარცხებაში ეს არაერთხელ გვითხოვს ეს ყველაფერი გრძელდება ჩვენი მხრიდან აქტიური კომუნიკაცია გვექნება ყველა იმ პარტნიორთან რომელიც გვყავს შესაბამისად მხოლოდ წარმატებებს უსურვებ დონალდ ტრამპს ის აქტი რომელიც
დღეს ჩვენი დროით გამთენიისას დაამტკიცა უკვე წარმომადგენელთა პალატამ. ეს არის სამარცხვინო აქტი, პირდაპირ შეიძლება ითქვას და ასე რომ ჩვენ ველოდებით უკვე რომ იმედი გრჩება 359 კონგრესმენმა დაუჭირა მხარი ამ აქტის მიღებას. მათ შორის ბევრი არის ტრამპის გუნდიდან. ის განხილვები, რომლებიც არსებობს, ძალიან საინტერესო არის და ჩვენ უკვე დაველოდებით სენატში რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. შემდეგ უკვე პრეზიდენტის გადასაწყვეტი არის ის ჩანაწერები, რომელიც ამ იმედი გაქვს რომ ხელს არ მოაწერს ტრამპი ამ დოკუმენტს. არის მეგობარი აქტის გარდა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არის მთრული აქტი. ეს არის უბრალოდ პოლიტიკური შოუ და რაც გულისხმობს ამაში. რაც ამ მეგობრულ აქტში, გარდა მთრულ აქტში რეალურად, რადგან მეგობრული არაფერი არ წერია, არის ასახული სულ რომ ეს კანონ პროექტი კანონად ვერც იქცეს და მოლოდინი მაქვს პირადად მე რომ ვერ იქცევა კანონად. დავალოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მაგრამ სულ რომ ვერ იქცეს ან იქცეს, იქ რაც არის ჩაწერილი სანქციების ნაწილი და ასე შემდეგ, ხო? ეს ყველაფერი ბატონ ტრამპს შეუძლია ამოქმედოს დღესვე. შეიძლება ამოქმედებინა ერთი თვის წინ. შეუძლია ამოქმედოს ერთი თვის შემდეგ, ხო? ანუ აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის ეს კანონ პროექტი კანონად იქცევა თუ არა ბატონი ტრამპის გადაწყვეტილებასთან. რესპუბლიკურ პარტიაშიც რა თქმა უნდა არიან დარჩენილი ისეთი ბიუროკრატები, რომლებიც პირდაპირ ბრძოლაში არიან ბატონ ტრამპთან. ბატონი და ბატონობა ამათვის რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ წარმოვიდგინოთ, მხოლოდ ამ პატარა მონაკვეთში სამჯერ ახსენა ეს სიტყვა. და ახლა სიუჟეტის დასაწყისში ნახსენებ ვალდებულებას დაუბრუნდეთ. ესენი კი ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს ერთი ადამიანის თუნდაც პრეზიდენტის ნება სანქციები დაედებათ თუ არა, მაგრამ სინამდვილეში მეგობარი აქტი უზრუნველყოფს, რომ ნებაზე აღარ იყოს დამოკიდებული და ვალდებულება იყოს. ეს რა თქმა უნდა თვითონაც კარგად იციან და ამით მხოლოდ თავის მრეულის მოტყუებას ცდილობენ. ამიტომაც პარალელურ რეჟიმში საქმეში ისევ deep state-ი შემოიყვანეს და თან ფარული და ფრთხილი ოპტიმიზმით იმედს იტოვებენ, რომ ტრამპი კანონს ხელს არ მოაწერს. გრძელდება ბრძოლა ტრამპსა და deep state შორის, როდესაც ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ეს ნიშნავს იმას, რომ იმ კონკრეტულ მომენტში deep state-მა ასე თქვა ძლია ტრამპის ადმინისტრაციას, ეს ვიხილეთ ჩვენ ამ 2 დღის წინ. თუ გაიმარჯვებს, ჩვენ თავიდან ვაცხადებით ერთ რამეს და დღესაც იგივე შეგვიძლია ვთქვათ. და გვაქვს ჯერ კიდევ ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დაამარცხებს deep state-ს. ეს თუ ასე მოხდება, ამ შემთხვევაში დაალაგდება ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ. ტრამპის გუნდის წარმომადგენლებიც ითხოვენ თქვენ სანქციებას ბატონო ირაკლი. რესპუბლიკური პარტიის ბევრმა წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი მეგობარი აქტის დამტკიცებას. ეს გავლენის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებიც არიან არა პრეზიდენტ ტრამპის გავლენის ქვეშ, არამედ deep state-ის გავლენის ქვეშ. ჯო ვილსონი მაგალითად ხო? ჯო ვილსონი არის თავიდან ბოლომდე deep state-ი. ის არ არის ტრამპის გავლენის ქვეშ, ეს არის ვიტყვი იმას, რომ ამ შემთხვევაში გაიმარჯვა deep state-მა. ტრამპი ხელს მოაწერს. ანუ ამ შემთხვევაშიც, მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ტრამპი ხელს მოაწერს ამ დოკუმენტს? რა გამოვა რომ deep state-მა აჯობა ტრამპს? ოპტიმისტური მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ტრამპი აჯობებს deep state-ს. ნახოთ დარჩენი, ჩვენ და დავულოდოთ მომენტს. deep state-ი ჯერ დამარცხებული არ არის, რომელსაც საკმაოდ პროფესორი აქვს. თუ ის შეძლებს და მოახერხებს deep state-ის დამარცხებას, ჩვენ რა თქმა უნდა ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით და ეს რა თქმა უნდა ჩვენ ქვეყანაზეც აისახება. თუ ვერ შეძლებს ის ამის გაკეთებას, ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას და არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რაც უნდა დიდი ქვეყანა იყოს, რომ საქართველოს ინტერესები ფეხბურთში იყოს გათელილი. ამერიკა საქართველოს ურთიერთობები დააზიანა ბაიდენის ადმინისტრაციამ, ცდილობდა ხელისუფლების შეცვლას და ჩართული იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრაში. კონგრესმენი ვილსონი არის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, მეორე მხრივ მისი ნაბიჯები არის აბსოლუტურად ტრამპის საწინააღმდეგო ნაბიჯები. სამწუხაროდ ის ტენდენცია, რომელიც ახასიათებდა წინა ადმინისტრაციას, სამწუხაროდ გრძელდება, თუმცა რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება მათ შორის უკვე სენატის, ან მერე უკვე პრეზიდენტი ტრამპის გადაწყვეტილება შეიძლება ერთგვარი გარკვევის კახალდიც კი იყოს საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა კიდევ მეორე რა თქმა უნდა ის, რომ ჩვენ საუბრობთ გლობალურ ომის პარტიაზე, deep state-ი ამაზე თავად პრეზიდენტი ტრამპი საუბრობს და კიდევ მეორე ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს პრეზიდენტი ტრამპი დაამარცხოს, რადგან ტრამპმა ყველაზე კარგად იცის რა საჭიროებები არის დღეს სოფლიოში, მათ შორის უდიდესი შენარჩუნების თვალსაზრისით, რა გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში კანონად არ იქცევა. თუმცა და ვიქონიოთ, რომ ტრამპი დაამარცხებს deep state-ს, მაგრამ თუ ვერ მოახერხებს, ეს რა თქმა უნდა სამწუხარო იქნება, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ბევრი სხვა ქვეყნისათვის. ახლა რა ჩანს? ამოცემლობით 359 კონგრესმენი რომ ხარს უჭერს
წერს მეგობარი აქტის მიღებას. მე თქვენი პროგნოზი როგორია? შეძლებს ტრამპი დიპსტეიტის დამარცხებას, იმიტომ რომ მისი გუნდის ბევრმა წევრმა დაუჭირა მხარი ამ აქტის მიღებას. მაგას არ ვიცი, გამოჩნდება, შეძლებს თუ ვერ შეძლებს ტრამპი დიპსტეიტის დამარცხებას, გამოჩნდება და თუ ვერ დამარცხებს, ეს იქნება სამწუხარო არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნისათვის. ეს შემთხვევაში თქვენს პოლიტიკურ მომავალს როგორ ხედავთ? ქართული ოცნების პოლიტიკურ მომავალს თუ ტრამპის ქართულოცნება ვაყარავარ ხო იცი? ქალბატონო ეკა, ერთი თქვენ არ ხართ ქართულ ოცნებაში შეზრდილი ოპოზიციის როლზე დამტკიცებული რეჟიმის მსახურით და მეორე ჯო ვილსონი და ჯინ შაჰინი არ არიან ტრამპის გუნდის წევრები. მოდით გავუყვეთ ივანიშვილის ოცნებას და დაუშვათ რომ ტრამპმა მეგობარ აქტს ხელი არ მოაწერა. რა ხდება მაშინ? რა ხდება და ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით 10 დღის ვადაში ის კანონის სახეს მაინც იძენს, თუ კი კონგრესმა რაღაც მიზეზით არ დაბლოკა. ეს კიდევ ერთი არგუმენტი თუ რატომ არის აზრს მოკლებული კოცების მტკიცება, თითქოს ტრამპს რომ უდოდეს ისედაც დაგასანქცირებდა მეგობარი აქტი რა შუაშია. თუმცა სანამ ეს აქტი თავის სამართლებრივ გზას გაივლის, დროების არქივიდან თიკურაძის სიუჟეტით შეგახსენებთ, უკვე ვის და რისთვის დაუწესა სანქციები. ამიტომ ვერ მოვერევიან. ბიბია, ერთი ხოხობი, ალას ანზე რომ შეიწია. ყველაფერი კლანის წევრად მიჩნეული მოსამართლეებით დაიწყო. მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სავიზო სანქციები ამერიკამ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო დაუწესა. მალევე საქართველოს რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ და სანქცირდა ივანიშვილის ყოფილი მთავარი პროკურორი და ამავდროულად ოჯახის ახლობელი ოთარ ფარცხალაძე. 2024 წლის ივნისში ამერიკამ სავიზო აკრძალვა დაუწესა საქართველოს 30-მდე მოქალაქეს. იმავე წელს სექტემბერში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხვრის მიზეზით სიას კიდევ 60-ზე მეტი ადამიანი დაემატა. მაგნიტსკის სიაში შეიყვანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარეზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური. 19 დეკემბერს მაგნიტსკის სიას დაემატნენ ვახტანგ გომელაური და მირზა კეზევაძე. 2024 წლის 12 დეკემბერს სახელმწიფო დეპარტამენტმა მორიგის სავიზო შეზღუდვები გამოაცხადა საქართველოს 20-მდე მოქალაქისთვის. კრეზეს სიმდიდრეს ლეგენდად ოქროს ლასკოს ძიალეს ევიჩემია ერთი ხოხობი ალასაზე რომ შეიწია. ამიტომ ვერ მოვერევია. 15 დეკემბერს ლიეტუვამ პერსონალური სანქციები დაუწესა 17 ადამიანს. ესტონეთმა დამატებითი პერსონალური სანქციები დაუწესა საქართველოს ხელისუფლების 14 თანამდებობის პირს. მანამდე კი 2 დეკემბერს ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ სავიზო სანქციები დაუწესეს 11 პირს. ბიძინა ივანიშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 მაღალჩინოსანს. 19 ადამიანს დაუწესა სანქციები უკრაინამ. საქართველოს 9 მოქალაქეს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან აქციის მონაწილეებსა და ოპოზიციის მიმართ ძალადობაზე, გერმანიამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ხარებას, სირაძეს და კეზევაძეს სანქციები დაუწესა ჩეხეთმა. 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და მის რამდენიმე თანამშრომელს სანქციები დაუწესა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ. ყველა ეს ადამიანი კი ოცნების დასმულმა უდიპლომო პრეზიდენტმა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ ზვიად ხარაზიშვილს, მილელი ლაგაზაურს. სანქციების კიდევ ერთი ტალღა გერმანიამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა და აქციების დარბევაზე პასუხისმგებელ ქართველ მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვები დაუწესა. 27 დეკემბერს კი შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა. ამ დღის შემდეგ პროპაგანდის მთავარი საზრუნავია ხალხს დააჯეროს, რომ სანქციები ივანიშვილს ვერაფერს დააკლებს. თუმცა პროპაგანდის პარალელურად და დასანქცირებიდან რამდენიმე დღეში 31 დეკემბერს ივანიშვილების ოჯახმა საკუთარი კომპანიების ოფშორული ზონებიდან საქართველოში გადმოტანა დაიწყო. 2024 წლის 31 დეკემბრიდან 2025 წლის 20 იანვრამდე ბიძინა ივანიშვილმა, მისმა მეუღლემ ეკატერინე ხვედელიძემ და შვილმა უტა ივანიშვილმა 4 ახალი სააქციო საზოგადოება დაარეგისტრირეს და ამ კომპანიებზე იმ ქართული კომპანიების გადმოფორმება დაიწყეს, რომლებსაც მანამდე ოფშორული კომპანიების გავლით ფლობდნენ. ბრიტანული სანქციების მოლოდინში კი უკვე ამერიკული სანქციების ქვეშ მყოფი ოლიგარქი ოფშორებიდან გამორგის. კრედიტ სუისისთვის მოგებულ თანხას ვერ იბრუნებს, დასავლეთში არავინ ელაპარაკება. ხალხი მუდმივად ქუჩაშია, ხელისუფლება არალეგიტიმურია, პარლამენტი ერთპარტიულია, ოცნების თავკაცები კი დგანან და ამტკიცებენ, რომ სანქციები არ მუშაობს. რამდენიმე წამში გასული კვირის ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას
რომის კათოლიკური ეკლესიის ახალი თავის არჩევას შეუდგები ჩვენ სტუმართან ერთად მათ შორის, თუმცა მანამდე კიდევ ერთი განცხადება, რომელიც ამოგვეწია განსაკუთრებით პრეზიდენტ ტრამპის საკმაოდ მკაცრი ტონით შედგენილი მიმართვის შემდეგ, რომელიც პირველ რიგში სწორედ პუტინის განზრახვების შეფასებისა და მისი ნაბიჯების მოლოდინთან არის დაკავშირებული. პრეზიდენტი ზელენსკი წერს ველით სრულ და გრძელვადიან ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც ხვალიდან უნდა დაიწყოს, რათა დიპლომატიისთვის აუცილებელი საფუძველი შეიქმნას. მკვლელობების გაგრძელებას არ აქვს არანაირი აზრი. ხუთშაბათს პირადად დაველოდები პუტინს თურქეთში. იმედი მაქვს, ამჯერად რუსები თავის მართლების საბაბს აღარ მოძებნიან. ეს სიტყვები უკრაინის პრეზიდენტს ზელენსკის ეკუთვნის, რა თქმა უნდა, არც მას და არც მე და ალბათ არც თქვენ არ გჯერათ, რომ პუტინი ზელენსკისთან შესახვედრად სტამბოლში ჩავა მომავალ კვირას. თუმცა ვნახოთ რა აღარ ხდება ამ ქვეყანაზე. ერთი რამ რაც მნიშვნელოვანი მოხდა, რომის კათოლიკური ეკლესიის პაპის არჩევნები იყო და იქა ძალიან მოულოდნელი რამ მოხდა. აირჩიეს ადამიანი, რომელიც თვით ლევან სუთიძის ტაბულას მთავარი რედაქტორის ჩამონათვალ ათეულშიც კი არ ფიგურირებდა, თუმცა ის არ არის ერთადერთი და გამონაკლისი ამ შემთხვევაში. ლევანს განსაკუთრებული კომპეტენცია აქვს ქართულ მედიაში ამ თემის კვლევის, დაკვირვების და ასე შემდეგ და მადლობა პირველ რიგში დროების სტუდიაში ყოფნისთვის და აგვიხსენით, გაგვარკვიე რა მოხდა, რამდენად მნიშვნელოვანი რამ მოხდა და რას უნდა ელოდეს პირველ რიგში კათოლიკური მრევლი მთელი მსოფლიოსი და თავად მთელი მსოფლიო ახალი პაპისგან. პირველ რიგში როგორც კათოლიკე მადლობას გადაგიხდი ამ თემაზე ყურადღებისთვის და ამ ხელა ფოკუსისთვის. მოხდა საოცრება, მოხდა შოკის მომგვრელი საოცრება, ხო, ადამიანებისთვის, რომლებიც ვატიკანს აშუქებენ, რომლებიც ექსპერტებად მიიჩნევიან ამ საკითხში, რომლებიც წლიდან წლამდე აი ამ გამოცნობაში არიან, დამარცხდა ყველა ტოტალიზატორი, დამარცხდა ყველა, ვინც კაფიო პროგნოზებს აკეთებდა, იმიტომ რომ არსებობს ასეთი რომაული გამოთქმა, რომ ვინც კონკლავზე შედის პაპად, იქიდან ბრუნდება კარდინალად, ხო, რაც ნიშნავს იმას, რომ ვისაც მედიაში აცილებს ხოლმე იქ საპაპო სუტანით გამოსვლის მოლოდინით, იქიდან ბრუნდება კარდინალად, ხო? ეს იყო აბსოლუტური აუთსაიდერი ჩვენი მაშინდელი ხედვით, მედიის მაშინდელი ხედვით, უნდა ითქვას, რომ მე პროგნოზს არ ვაკეთებდი, მიუხედავად ამისა, უბრალოდ კარდინალთა კოლეგიის საუკეთესო წყაროებს ვციტირებდი. მაგრამ აქ იყო ერთი მნიშვნელოვანი რამ, ხო? ეს მოხდა 24 საათზე ნაკლებში. ანუ 70 ქვეყნიდან შეკრებილმა 133-მა კაცმა, რომელთა საშუალო ასაკიც არის 70 წელი, 24 სხვადასხვა ენობრივი ჯგუფიდან აირჩია პაპი ისე, რომ მედიამ და კათოლიკე ეკლესიამ ეს არ იცოდა კი არც ვარაუდობდა საერთოდ, ხო? კარდინალმა დოლანმა თქვა, რომ ნიუ-იორკის კარდინალმა, ხო, ახალი პაპი ამერიკიდან არის, ჩიკაგოში დაიბადა, პერუში გაატარა მისი მსახურების უდიდესი ნაწილი, რომ როდესაც პაპის გარდაცვალების დროს ჩავიდა რომში, აღმოაჩინა, რომ აი ეს პრევო ისმოდა ეს ხმა, ხო? მედიას ეს ხმა არ გვესმოდა, მაგრამ როგორც ჩანს, მაშინვე რომაულ კურიაშიც და მამა კარდინალებს შორისაც იყო მისი სახელი, ასე ვთქვათ, ტივტივდება. ლევან გუშინ შემთხვევით წავაწყდი რომის პაპის ძმის ინტერვიუ იყო ამერიკულ მედიაში და ყვებოდა როგორ შეხვდნენ ამ ამბავს თავადის და მისი შვილები. ამბობს რომ გამოცხადა რომ დავინახეთ რომ ჩემი ძმა გამოვიდაო პეტრეს მოედანზეო იმდენად შოკირებულები ვიყავითო რომ ერთმანეთს უყურებდით ისე რომ ხმას ვერ ვიღებდით. ანუ მათთვისაც ან მისი ოჯახის წევრებისთვის სრული შოკი და სიახლე იყო. ანუ წარმოუდგენელი რაღაც იყო, ხო? არის როცა გამოაცხადეს მაგალითად, ხო? გამოცხადების ფორმულა არის ასეთი, რომ გამოდის კარდინალი პროტოდიაკონი და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რაღაცა სოლემნ, ხო? დიდებული მომენტი, როცა წმინდა პეტრეს ცენტრალური აივნიდან კარდინალი პროტოდიაკონი ლათინურად ამცნობს, ლათინური ეკლესიის ენაა, ხო? ჯერ კიდევ ლათინურად ამცნობს ქალაქსა და ქვეყნიერებას, ხო? ურბი et orbis, რომ ახალი პაპი აირჩიეს და ჯერ ამბობს სახელს
აი მაგალითად მეუფე დანიელი რო იყოს ჩვენთან. მაგრამ კათოლიკურ ტრადიციაში კარდინალი გვარით იწოდება, აი კარდინალი პაროლინი, კარდინალი ეს, კარდინალი ის, გვარებია, ხო? როცა გამოაცხადეს რობერტო ფრანცისკე, ხო? ნუ გვარი კიდე ვიღაცას ჰქონდა გაგებული, მაგრამ თავიდან პირველად რობერტი თქო ჩვენ საერთოდ სხვა კარდინალი გვეგონა რომ ის სამი წამი, ხო? სანამ გვარსაც მოაყოლებდა დიდ უმრავლესობას ეგონა რომ აირჩიეს პირველი შავკანიანი რობერტ სარა, ხო? კონსერვატორული ღვთისმშობელი. ეს სამი წამი გვეგონა. სანამ აი რა განწყობებს წარმოადგენს თავად კათოლიკური ეკლესიის შიგნით, რისი მანიშნებელია მათ შორის მის მიერ აი ლუის სახელის შერჩევა და ასე შემდეგ. მანამდე მოდი ტელემაყურებელს ვაჩვენოთ, მოვასმენინოთ უпроსტოდ მისი პირველი საკვირაო ქადაგება, ასე ვთქვათ, ნაწყვეტი იქიდან და ასევე მოусმინოთ მართლმადიდებელ მსოფლიო პატრიარქს, რომელმაც მიულოცა და ასევე ძალიან საინტერესო შეტყობინებები გაჟღერდა მისა მილოცვაში. რომის პაპმა ლეო მე-14-მ არჩევის შემდეგ დღეს პირველი საკვირაო წირვა აღავლინა. წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან პონტიფიკოსმა მსოფლიო ლიდერებს მიმართა და მოუწოდა გააკეთონ ყველაფერი, რათა მსოფლიოში მიმდინარე ომები დასრულდეს. ქადაგების დროს მან უკრაინა ახსენა, უსურვა ნამდვილი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება. ასევე ილაპარაკა ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებაზე. კონკლავმა 69 წლის ამერიკელი კარდინალი რობერტ პრეოსტი ახალ პაპად 8 მაისს აირჩია, პაპის ინაუგურაციის წირვა კი 18 მაისს ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე გაიმართება. მიმართა მსოფლიო ლიდერებს ომი აღარასდროს უნდა მოხდეს. გულით ვატარებ ჩვენი საყვარელი უკრაინელი ხალხის ტანჯვას. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად იქნას მიღწეული რეალური და გრძელვადიანი მშვიდობა, რომ გათავისუფლდეს ყველა ტყვე, რომ ბავშვები დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. პაპ ფრანცისკესთან დაუღალავად თანამშრომლობდით მთელი კაცობრიობის საკეთილდღეოდ და განსაკუთრებით ჩვენი ეკლესიების, რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიების დაახლოებასა და თანამშრომლობისთვის. ჩვენ ხელს ვუწყობდით მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმს შორის თეოლოგიურ დიალოგს. მოუთმენლად ველი რომში ვიზიტს, რათა მივესალმო ახალ პაპს, დავესწრო მის აღსაყდრებას. ასევე მოვიწვიო იგი ნიკეის კრების 1700 წლის თავის აღსანიშნავად, როგორც ამას გარდაცვლილ პაპ ფრანცისკესთან ერთად გეგმავდით. იმედი მაქვს, რომ მისი უწმინდესობა ლეო მე-14 იქნება ჩვენი ძვირფასი ძმა და თანამოაზრე ჩვენი ეკლესიების დაახლოებისთვის, მთელი ქრისტიანული ოჯახის ერთიანობისთვის და მთელი კაცობრიობის კეთილდღეობისთვის. მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიის მსოფლიო პატრიარქის ამ განცხადებაზე ოდნავ მოგვიანებით ვიმსჯელო და ზოგადად კათოლიკური და მართლმადიდებელი სამყაროს ურთიერთობაზე, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კონტექსტშიც, პირველ რიგში გვაინტერესებს კათოლიკური ეკლესიისთვის, კათოლიკე მრევლისთვის რას ნიშნავს ახალი პაპის ვინაობა. ამის განმარტებას რა დავიწყებ, უნდა გავმარტო რომ ეკლესიის სახელით არ ვსაუბრობ, ხო? იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ეს გვესმოდეს ძალიან ბევრ კონტექსტს, ძალიან ბევრ ხმას და წარმოდგენას ვეჯახებით, ხო? როცა კათოლიკე ეკლესიის შესახებ საუბრობთ, ვიღაცას ეს ლათინოამერიკული სერიალებიდან შეიძლება ჰქონდეს გაგებული რაღაც, ვიღაცებს თანამედროვე სერიალებიდან, ხო? კათოლიკე ეკლესია თავს მიიჩნევს ქრისტეს ერთადერთ წმინდა კათოლიკე ეკლესიად, ხო? სწორად რომ გავიგოთ. ძალიან ხშირად ერევათ ხოლმე ჩვენი ეკუმენური სულისკვეთება იმაში, რომ ჩვენ ნაკლებ გვჯერა იმის, რომ ეს ეკლესია ქრისტეს ერთადერთი ეკლესიაა, ხო? პეტრე მოციქულის მემკვიდრე, ხო, რომლითაც კათოლიკური რწმენით იკვრება ეკლესიის ხილული ერთიანობა, ხო? რომელიც მის მიერ დადგენილია მოციქულთა თავად და ჩემი აზრით და ჩემი რწმენით აბსოლუტურად ცხადია სახარებაში ეს ყველა კეთილსინდისიერი მკითხველისთვის. მას ბარდება გარკვეული მსახურება, ხო? ეს მსახურება მოიცავს როგორც პირველობას, თანასწორთა შორის და ეს არა უქმებს, ხო? ვინმეს ეპისკოპოსობის ღირსებას, ასევე გარკვეულ დოქტრინალურ და მორალურ, როგორ ვთქვა, სიცხადეს და სიმტკიცეს, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ ქრისტეს მიერ დატოვებული რწმენა არ გადაგვარდება. არ იქნება შერყვნილი ჟამთასვლის მიერ, ხო? აქედან გამომდინარე კათოლიკეებს მიაჩნიათ, რომ პეტრე მოციქულის ყოველი მემკვიდრე, როგორიც ცუდიც უნდა იყოს ის, ჩვენ ყოლია საშინელი და კატასტროფული პაპები და ეს ამის დამალვა შეუძლებელია, რომ სადოს ვინმე, ხო?
ამის მიუხედავად ისინი რწმენისა და მორალის საკითხებში არასწავლიან ცდომილებას, ხო? არასწავლიან ერეს და შესაბამისად ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის საერთო კრებებიც კი, რომელიც ერთად გავმართეთ, ხო? მართლმადიდებლებმა და კათოლიკეებმა საუკუნეების განმავლობაში რატიფიცირებული იყო პაპების მიერ და სინოდურობა, კონსილიარიზმი საჭიროებს პრიმატს და ეკლესიას უნდა ჰყავდეს თავი, ისე როგორც ყავს ეპარქიას ეპისკოპოსი, რეგიონულ ეკლესიას პატრიარქები ან მთავარეპისკოპოსები, გააჩნიათ ერთად უკრაინის ეკლესიის პირველი იერარქი მთავარეპისკოპოსის მიტროპოლიტის ტიტულს ატარებს და ასევე უნივერსალურ ეკლესიას უნდა ჰყავდეს ერთი ასეთი თავი. შესაბამისად ეს არის განუმეორებელი სიხარული, როდესაც ჩვენ ხედავ, რომ დაქვრივებული პეტრეს საყდარი კვლავ შეივსო და როგორიც უნდა იყოს პაპი ლეონ მე-14-ის პერსონალური თვისებები, ხასიათი, პოლიტიკური თუ ეკონომიკური შეხედულებები, რომელთან თანხმობაში და თანხმობაში მოსვლა და რაღაც სინქრონიზება მის ამ რაღაც მიწიერ წარმოდგენებთან კათოლიკეებს არ ევალებათ, ის ამ ტრადიციის და დოგმატური და მორალური სწავლების урღვევებას ვერაფერს დაუშავებს. კი ბატონო, და მაინც ბევრი ფიქრობს ასე, რომ ბოლო პაპის, ანუ წინა პაპის ხაზის გამგრძელებელი შეიძლება იყოს. ბევრი ამბობს იმასაც, რომ მათ შორის მის ძმასაც უსმენენ და არა მარტო ძმას, არამედ სხვა კარდინალებს, რომელიც როგორც ჩანს მასთან უფრო შედარებით მეგობრობდნენ, რომ ის არ გამოირჩევა რადიკალური მიდგომებით, ეს არ იქნება არც მკვეთრად კონსერვატორი პაპი, არც ლიბერალი, ასე თქვა, პირობითად რო დავარქვათ, და უფრო ისეთ ცენტრისტული პოზიციების მატარებელი. მეც ასე ვფიქრობ და ასეთი შთაბეჭდილება დამსჩა. კარდინალები, რა თქმა უნდა, ეძებდნენ ყველა წინა პაპის გარკვეულ საუკეთესოს, ყველა წინა პაპებისგან, ხო, მაგალითად, მეორეჯერ მოვიყვან ციტირებას კარდინალი დოლანის, მან თქვა, რომ ჩვენ ვეძებთ პაპს იოანე პავლე მეორის სიმტკიცით, ბენედიქტე მე-16-ის ინტელექტით და ფრანცისკეს გულით, ხო? ვარაუდები უმადური საქმეა, მაგრამ რაც პირველადი სიმბოლური ენით შეიძლება წავიკითხოთ მისგან, ხო? ამ ახალი პაპისგან, ის ნამდვილად გავს ასეც, ხო? მან არ აირჩია ყოფილიყო ფრანცისკეს ასლი, მიუხედავად იმისა, რომ მან გამოირჩია კარდინალად და ჩააბარა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიცია ვატიკანში, ხო? მან გააგრძელა საეკლესიო ტრადიცია, ხო? ემოსა წითელი მოცეტა, ატარებს პაპის ეგრეთ წოდებულ რაღაცა ღირსეულ შესამოსელს, ხო? წითელ წაღებს მაინტერესებდა. წითელი წაღები საპაპო ტრადიცია იყო, მაგრამ ბენედიქტე მე-16-ის ინდივიდუალიზმს უფრო გამოხატავდა ვიდრე ცოცხალ ტრადიცია. შესაბამისად, ამ ახალ პაპს აქვს ყველას ელემენტები, მასე ვიცი ძალიან ცოტა. როგორ არის, ხო? აღსაყდრების შემდეგ ადამიანი არ არის ქრისტიანული მოძღვრება, ეს არის რომ ადამიანი არის საკუთარი წარსულის ტყვე, მათ შორის არც საკუთარი შეხედულებების ტყვე, როცა შენ ტახტზე ადიხარ და გარკვეულ თანამდებობას სამუდამოდ იკავებ და თუ ამ თანამდებობას ზევიდან მოხვება კიდევ უზენაესი ძალაუფლება, ხო? შენი პერსპექტივის ცვლილება პრაქტიკულად გარდაუვალია. ამიტომ ივარაუდო მისი წარსულით მომავალი არ არის მაინდა-მაინც ზუსტი. მაშინ კიდევ ერთი კითხვა და პოლიტიკურ კონტექსტსაც მივაქციოთ ყურადღება, პირველი ამერიკელი პაპია და ამერიკის შეერთებულ შტატებში მის პოლიტიკურ ელიტაში პრეზიდენტის ოფისში ამას მოყვა ცხადი განსაკუთრებული გამოხმაურება. არც უნდა დაგვავიწყოს რომ დღეს ოვალურ ოფისში ერთი კათოლიკე არის ვიცე-პრეზიდენტი, ნაცლობით კათოლიკე ჯეიდი ვენსი, რომელიც სხვა შორის ბოლო ოფიციალური პირი იყო, რომელიც წინა პაპს სიცოცხლის ბოლო საათებში ფაქტობრივად შეხვდა, ხო? და ამას შეიძლება ეს უბრალოდ დამთხევა ყოფილიყო, როცა პრეზიდენტი ტრამპი რაც ამერიკული განსაკუთრებულობის იდეის მთავარი ასე თქვათ. ეს კითხეს ამერიკის ეპისკოპოსთა კონფერენციის ლიდერებს და ამერიკელ კარდინალებს, რომლებიც იქ იყვნენ და მათ უპასუხეს, რომ არაფერ შუაში არის. არ ყველაზე ნაკლები იყო, იმიტომ რომ ვერც წარმოედგინათ ეს
ამერიკაში გვახსოვდეს რომ ახალი პაპი ამერიკაში დაიბადა, მაგრამ სამისიონერო ცხოვრებას ის აწარმოებდა დიდწილად პერუში. ერთ-ერთი ყველაზე არ წარმოედგინათ. საინტერესო იქნება რომ ერთ-ერთი ყველაზე ღარიბ ქვეყანაში, ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი მოსახლეობები და სოციალური პრობლემები დატვირთულ ქვეყანაში ეს მას სხვა ტიპის გამოცდილების მატარებელ ადამიანად წარმოაჩენს და თავისთავად მნიშვნელოვანი არის და მისი დამოკიდებულებაც მათ შორის პირველ ქადაგებებში ომების ჩაგრული ადამიანების მიმართ ძალიან საგულისხმოა. უკრაინასთან მიმართებაშიც მნიშვნელოვანი ფორმულირება ქონდა მას ქადაგებისას. უბრალოდ მშვიდობაზე კი არის საუბra, არამედ ისაუბრა სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობაზე, მდგრად და იქამდე 2022 წელს აქვს ნათქვამი, რომ რაც არასდროს უთქვამს პაპ ფრანცისკეს ხოთაშორის, რომ რუსებს კაცობრიობის წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი უკრაინაში და ის აკრიტიკებდა პოლიტიკურ კლასს, უცნაურია ცოტა ინტერვიუდან არ ჩანდა პეროს პოლიტიკურ კლასს თუ ამერიკის წინამორბედობაში. ამ შემთხვევაში ვნახოთ ვატიკანს მაინც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და შევახსენოთ ყველას, რომ ეს არ არის მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესიის პირველი პირი, არამედ სახელმწიფო ვატიკანის პირველი პირიც არის და ვატიკანს ასეთ სიტუაციებში ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული როლი და დიპლომატიურობა იქნება ეს თუ სხვა აუცილებელი წინაპირობა კონფლიქტებში მედიაციის რესურსის დასატოვებლად ესეც გასაგებია ხოლმე. ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, რაც უკავშირდება უკვე მართლმადიდებელ სამყაროსა და კათოლიკურ სამყაროს შორის ურთიერთობებს. პატრიარქ ბართლომეს ეს განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავის მათ შორის მინიშნება ნიკეის საეკლესიო კრების ისტორიულ მნიშვნელობაზეც და ერთობლიობაზეც ამ მხრივ. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თავისი როლი ყოველთვის ჰქონდა ამ ურთიერთობებში. ყოველთვის შეიძლება ეს არ ყოფილიყო, ასე ვთქვათ, რბილად რო ვთქვათ პოზიტიური, თუმცა პირველი პირები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ერთმანეთისადმი განსაკუთრებული თბილი და ამავე დროს პატივსაგები და პატივსაცემი ურთიერთობები. კათედრა ავალებდა ხო? არა მარტო კათოლიკურ ეკლესიასთან მიმართებაში, მართლმადიდებელ სამყაროსთან მიმართებაშიც ბევრი რამ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, მათ შორის ბოლო მსოფლიო საეკლესიო კრებაზე საქართველოსარმონაწილეობასთან დაკავშირებით ეს ისტორია ცალკე სალაპარაკოა, აქ არ დავიწყებთ ამ დეტალებზე საუბარს. ქართული დელეგაცია იქ მიდიოდა და შემდეგ სამწუხაროდ როგორც ჩანს სამწუხაროდ მოსკოვის საპატრიარქოს ზეწოლისა და გავლენების გათვალისწინებით ეს ასე არ მოხდა. დაუბრუნდეთ ბართლომეს მიმართვას და იმ შეტყობინებებს, რომელიც გაჟღერდა მის განცხადებაში და მოლოცვაში. როცა ამას ვუსმენთ, ხო, ამ პირველ იერარქთა ძმობით გამსჭვალულ სიტყვებს, ხო, მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებთ, რომ მრავალი დოგმატური, კანონიკური პრობლემა გვაქვს გადასაჭრელი, სანამ დადგება ის ნეტარი დღე, როცა აღმოსავლური და დასავლური ეკლესიები ერთი ბარძიმიდან ვეზიარებით, ხო? მაინც რა ლამაზი სანახავია, როცა ორი ისტორიული დიდი ეკლესია ერთმანეთს ელაპარაკება ამ სიტყვებით და აღარ ელაპარაკება ანათემის ენით, ხო? აღარ ელაპარაკება სიძულვილის ენით, ხო? უნდა ითქვას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ, ჩემი მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად გარკვეული წინსვლა აქაც გვაქვს, ხო? იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ცხეთის და პეტრეს კათედრები ასე მოიხსენიებოდნენ, ხო, კირიონ კათალიკოსი, რომ რადგან ანდრია მოციქულმა დაარსა ცხეთის კათედრა და რადგან პეტრე მოციქულმა დაარსა რომი და ისინი ძმები იყვნენ, ეს ძმობა გარკვეულწილად მაინც ცოცხლობს იმის მიუხედავად ვინზის ამ კათედრაზე. შესაბამისად, ამ დღეს მხოლოდ იმედი შემიძლია გამოვხატო, რომ ეს დაახლოვება გაგრძელდა. მეც ამ იმედს ვუერთდები. მადლობა კიდევ ერთხელ გილოცავთ, როგორც კათოლიკეს, ახალი პაპის არჩევას და რა თქმა უნდა გამოვხატავს სურვილს, რომ ქრისტიანული სამყარო თავის ყველა დაანაყოფის დაახლოვება შეუქცევადი ხასიათის იყოს სოფლიოში მართლაც მშვიდობის, წინსვლის და ადამიანური ქრისტიანული ღირებულებების კიდევ უფრო წინა პლანზე წარმოსაწევად. ლევან სუთიძეს, ტაბულოს თავ რედაქტორს, მადლობა. დავამშვიდობოთ მას, რეკლამაზე უნდა გავიდეთ, მანამდე დაგემშვიდობები ლევან და აქვე დავაანონსებთ თუ რას უნდა ელოდეთ სარეკლამო პაუზის შემდეგ ჩვენ სოციალურ ქსელებსა და YouTube-ში მაუწყებლობას გავაგრძელებთ. გელით ერთი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სიუჟეტი, რომელიც არ ვიცი კიდევ რა შეიძლება ასახავდეს მოქმედი რეჟიმის ფარისევლობის ხარისხს
ქართველობასთან და ჩვენ სისხლსა და ხორცთან მიმართებაში დაელოდეთ ამ სიუჟეტს და დარწმუნდებით ამაში, ასევე გადაცემის ედიტორიალს, რომელიც სპეციალურად გადაცემის ბოლოსთვის შემოვინახეთ. გავიდეთ ახლა რეკლამაზე და მალე დავბრუნდებით.